მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე არ ვიცი არც ერთი გადაცემა არ გამიკეთებია ალბათ ისეთი დიდი სიამოვნებით, როგორიც აი ეს გადაცემა გავაკეთე, რომელიც მინდა შემოგთავაზო დღეს. იმიტომ რომ ყველაზე დიდი ჩემთვის სიამოვნებაა, როდესაც წელში გამართულ ქართველებს ხედავ. და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ეს წელში გამართული ქართველები არიან უცხოეთში. რუსეთში ყოფნის დროს ხოდა დიასპორასთან შეხვედრა ლადიკავკაზში, სტავროპოლში და ესეთი რაღაცა მითხრეს. ესე იგი, აიო სტუდიაშიო სულ ცოტა ისახარო, რა ქვია, გაბრაზებულიო ხშირათო ემოციების ქვეშო და აქო როსუ გაღიმებულს ხედავთო და გახარებულს ხედავთო რა ხდებაო და მე უთხარი ქალბატონო ისეთი ამბების გადმოცემა მიწევს ხიარული როგორ გადმოცემეთკი და აქ თქვენ რო ხედავთ ასე ბედნიერებს ასე წელში გამართულებს ეს მახარებს და ეს მიხარებს გულს მეთქი და მართლაც ესე არის აი მე რუსეთში გახდით ეხლა ვლადიკავკაზში სტავროპოლში მოსკოვში ვიყავი და აი ბოლო ეს ჩემი ეხა გადაცემა რაც ეხა დღეს უნდა შემოგთავაზოთ ეს ხდება სტავროპოლის მხარის კურსკის რაიონში მცხოვრებ ქართველებს ბიზნესმენებს უბრალო ადამიანებს წარმატებულ ქართველებს რომლებიც არიან რუსეთში და აი განსაკუთრებულ ყურადღებას რატო უთმობ რუსეთში მცხოვრებ ქართველობას იმიტომ რომ ყველაზე მეტად დაჩაგრულები ყველაზე მეტად ჩtildeში მყოფები და ყველაზე მეტად დაუფასებელი არის რუსეთში მცხოვრები ქართველები იმიტომ რომ აი ყველა საუბრობს რომ ევროპაში ქართველებს საარჩევნო ხმის უფლება არ აქვთ ევროპაში და რუსეთში მცხოვრები ქართველები არავის არ ახსოვთ რა ესე იგი ევროპაში მუშაობენ და რუსეთში თურმე არ მუშაობენ არავინ არაფრად ართვლის და მე ყველაზე უცნაური იცით რა არის რომ არავინ არ ფიქრობს იმ ადამიანებზე როდესაც აქ არის შეურაცხყოფელი განცხადებები თავად რუსეთის მიმართ არავინ არ ფიქრობს რომ შენ რო ამ ქვეყანას აგინებ და ლანძღავ რატო არ ფიქრობ იმას რომ ხვალდაზე გამხავს რომლებიც მილიონამდე ქართველია პრობლემა შეიძლება შეექმნას რუსეთში რატო არ ფიქრობ ამას რატო არ ფიქრობ იმას რომ ხვალდაზე ის პრივილეგიები რომელიც აქვთ ამ ხალხს შეიძლება დაკარგონ და ეს ბუნებრივიც არის ხა წარმოგიდგენია თქვენ ეხლა რომ აი საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები შეხვდეს რაღაც რომელიღაცა ქვეყანაში და მე იმ ქვეყნის მოქალაქეები აქ ჩვენთან ცხოვრობდნენ ლაღად და ჩვენ ამას ისე შევხვდეთ რომ ისინი ჩვენ მოქალაქეებს ჩაგრავენ და ჩვენ აქ კიდე რაღაცნაირად ვითომ ეს არ უნდა შევიმჩნიოთ მე აი შევთვის ეს გაუგებარი ეს ხო აისახება მე ყველაფერზე რა და ისევე აისახება იმ ადამიანებზე როდესაც აქ არის ასეთი ანტირუსული განწყობები ყველა მხრიდან სიტყვა რუსი იხმარება სალანძღავ სიტყვად უკვე აი როგორც ეხლა დედის გინება არის და დედის გინების ტოლფასია რუსი შენ რუსო ორივე მხარე იძახის ამას შენ რუსო და ესე იგი რუსი არის სალანძღავი და სიტყვა და მე აი ბოლო პერიოდში ესეთი ხშირად არის მიტინგებზე და აქციებზე ესეთი ფრაზები რომ თუ არ გამოხვალ თქვენ გაიღვიძებთ რუსეთში თქვენ გაიღვიძებთ ჩელიაბინსკში თქვენ გაიღვიძებთ მაგალითად სტავროპოლი ეხლა ძალიან კარგად იღვიძებენ ის ხალხი ეხლა მე ვიზეც მექნება ეს გადაცემა ძალიან კარგად იღვიძებენ და მე ძალიან კარგად გავიღვიძე 11-12 დღე ვიყავი რუსეთში და ძალიან კარგად გავიღვიძე იმიტომ რომ იქ არის მორალურად სუფთა აი დღეს თუ საქართველო არის შენარჩუნებული რუსეთში აი პატარა საქართველო ვნახე აი ხა თქვენ თვითონ ნახეთ ისეთი რაღაცები დავინახე იქ და ისეთი რაღაცები დავიჭირე რაც მე ვერ წარმომედგინა ის საქართველო რომელზეც ჩვენ ვოცნებობთ აი საქართველოა სწორედ რუსეთში ადათ-წესები შემონახული სიყვარული მეგობრობა პატივისცემა სისუფთავე მორალურად ყველანაირად აი ეს ყველაფერი ვნახე მე იქ ყოფნისას სტავროპოლში ყოფნისას სადაც წელში გამართული ქართველობა მე გეკითხები თქვენ აი როდესაც ვლაპარაკობთ რომ რუსეთში ჩვენ რაღაცა რა ხეირი გვაქვს რუსეთისგან თქვენ გინახიათ იმდენი მილიონერი და მილიარდელი ქართველი რამდენიც რუსეთშია და რო შევადაროთ პარალელი რო გავალოთ ევროპას გეკითხებით ეხლა ევროპაში
ვის რომელ ქართველს აქვს მილიონები ნაშოვნი და მილიარდები როგორც რუსეთშია. შეიძლება არის კი ბატონო მე არ უარყოფ ადამიანები, მაგრამ პროცენტული რო შევადაროთ ეხლა რაოდენობა, ალბათ 90% მილიონრებისა და მილიარდელებისა, ვინც კი ფული იშოვა რუსეთში იშოვა ფული. და ევროპაში ვინ იშოვა ფული მაინტერესებს ერთი. და ყველაზე მეტი გზავნილი საიდან მოდის? რუსეთიდან. ყველაზე მეტი მილიონი მილიარდელი სად არის? რუსეთში. ყველაზე მეტად დაფასებული საქართველოსდან წასული ადამიანები სად არის? რუსეთში. ყველაზე მეტი ქუჩა, ყველაზე მეტი სახელდება იმისა, რომ საქართველოს სახელი ჟღერდეს, სად არის? რუსეთში. და აქედან გამომდინარე, რატო ვაგინებთ ამ ქვეყანას ვერ გავიგე, სადაც ქართველებს ხელს უწყობენ, ქართველი არ გძნობს თავს უცხოდ, ქართველი ფულს შოულობს, ქართველი ამ ფულს მერე საქართველოში აგზავნის და მე გეკითხებით რატო ვაგინებთ. ეხლა ვიღაცა იტყვის, აბა ეს ტერიტორიები რო წაგვართვა, კი მაგრამ ეს ტერიტორიები წაგართვა შენი უტვინობის გამო. შენ როდესაც დაიჭერ ისეთ ბლოკთან, ისეთ კავშირთან ურთიერთობას, რომელიც ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, რუსეთი მიიღებს ამ ზომას და ჯერ ეგერთიც ეს ტერიტორიები ადვილად შეიძლება რომ დაბრუნდეს, თუ კი გავატარებთ სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას და მე მჯერა რომ ასე იქნება, ბიძინა ივანიშვილმა თქვა კიდევაც რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს იქ მათ გულებამდე და ამიტომაც იყო რომ ბოდიში მოუხადა ოსებს. და კონსტიტუციის ცვლილებებიც ამიტომ იყო მოითხოვა რომ აი კონსტიტუციის ცვლილებებიც უნდა შევიდესო რომ ჩვენ როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ იმ ჩვენ დიდიად მიზნებთან რომელიც გაგვაჩნია და მე არ ვიცი არც ერთ ქვეყანაში ისეთ პატივს არ ასცემენ ქართველებს როგორც რუსეთში. დღეს ევროპაში მყოფი ადამიანების ოცნება არის რომ მიიღონ ლეგალურად ყოფნის უფლება, რომ მიიღონ შრომის ვიზა და როცა რუსეთში მიდიხარ ამ კუთხით პრობლემები ნაკლებად გექნება. შეხედეთ იქ როგორ ცხოვრობს ქართველობა, მათხოვრები, ვიღაცის ერთი ადგილის მწვენდავები და ყველაზე უფრო ტიტულოვან პროფესიად რუსეთში ითვლება, როდესაც ტრაილერის მძღოლი ხარ და ტაქსის მძღოლი ხარ. და აქ კიდევ ხედავთ მეწარმეები, ბიზნესმენები, პროფესორები, ექიმები, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული უამრავი ადამიანები, ყველა პოზიციაზე მყოფი არის ქართველი მოწინავე. და ეს მიხარებს გულს და ამიტომაც არის, რომ როდესაც იქ ვარ, გძნობ თავს ძალიან ბედნიერად, იმიტომ რომ ქართველებს ავგზნობ, ქართველებს ხედავ ბედნიერად. და ყველაზე კარგი ის არის, რომ აი ეს ქართველებიც ეკომაგებიან ამ სიტუაციას, რაც ხდება საქართველოში ზოგიერთებისგან განსხვავებით, ვისაც ეხება სატომღაც ჩუმად არის, ვისაც ეს თანამდებობრივად ეხება. ხმას არ იღებს ამ ყველაფერზე. ჩვენო რაღაცაო კულტურა გვეხებაო მარტო და მარტო ცეკვა თამაშიო და შედალოცვილო ის კულტურა და ცეკვა თამაშიც გაქრება მალე. შენ როდესაც იმ ქვეყანაში, რომელსაც შენ წარმოადგენს საქართველოს, იმ რუსეთს შეურაცხყოფენ. ეს არ არის იგივე კულტურული და ასევე საზოგადოებრივი თემა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ქვეყანას შეურაცხყოფდნენ, ეთნიკურ ჯგუფს შეურაცხყოფდნენ და ამაზე რეაგირება არ გააკეთო და არ თქვა რომ ეს მე შემეხება და მოდი ეს შევწყვიტოთო. რა არის რა, ასე რამ დაგაშინათ ხალხო, ამაზე რომ რეაგირება არ გააკეთოთ. და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ბარაქალა იმ ხალხს, ვინც საქართველოსდან წავიდა და შემოგვინახა ჩვენ იქ საქართველოს. დღეს მე ვნახე დიდ რუსეთში პატარა საქართველო. მე ვნახე წელში გამართული ქართველები რუსეთში. მე ვნახე ის ქვეყანა, რომელმაც ჩვენ ადამიანებს, ჩვენ მოქალაქეებს მისცა ყველაფერი, შეიფარა, გაათფო და მისცა საშუალება რეალიზებული იყოს იქ. და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროპაში ესე იგი მთელი ცხოვრება უნდა იყოს, რომ მოქალაქეობა მიიღო და მე რაღაცას რომ მიაღწიო, შეიძლება არ ვიცი, დაასრულო შენი კარიერა. ამიტომ დღეს, როდესაც საქართველოში ისმის ეს ანტირუსული განცხადებები, როდესაც საქართველოში აი ყოველ აქციაზე მიდის იმაზე საუბარი, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში. ყოფილ ხართ იმ რუსეთში, თქვენ ამყოფი ხართ. ჯერ ეგერთი შენ თუ არ გინდა, ეხლა ვინმე გეკაჩება, ამათ გონიათ რუსებს ეხლა და რუსეთის ხელისუფლებას ეხლა ძალიანაც ეხლა დიდი ტრაგედია ექნება თუ ვიღაცა იქ რუსეთში არ წავა.
და ვისთან გინდა აბა მაინტერესებს იმ სოდომისტურ ევროპასთან გინდა და დასავლეთთან რომელიც არასდროს შენი დამხმარე არ იყო და ისტორიაც არიციან რა გაუკეთებია რუსეთს საქართველოსთვის და რა გაუკეთებია დასავლეთის გაკეთებული საქმე გვანახა ერთი რა რაც გაუკეთა დასავლეთმა და მე როდესაც არის საუბარი იმაზე რომ აი რაღაცა შეიძლება სანქციები დაგვაწესო რაღაც უვიზო მიმოსვლა გაუქმდეს ჩვენ შეგვიძლია რომ რუსეთში თუკი მოვახდენთ იმ გარკვეულ ურთიერთობების დამყარებას ხელისუფლებასთან რუსეთისა ჩვენ არნახულად ეკონომიკური ბუმი გვექნება საქართველოს როდის იყო ძლიერი როცა იყო რუსეთთან ეკონომიკურ პარტნიორულ და პოლიტიკურ პარტნიორულ ურთიერთობაში და როდესაც ჩვენ რუსეთთან გავწყვიტეთ ურთიერთობა და დასავლეთთან შევედით ამავე სახის ურთიერთობაში დასავლეთმა საქართველოს გააჩანაგა გააცამტვერა და გაანადგურა ის რაც იყო ქარხნები აი ამ გერმანულმა მარტინ ბაუერმა ყველა ჩაის ფაბრიკა გაანადგურა ყველა საწარმო ქარხანა ფაქტობრივად დღეს გაჩერდა და მარტო უნდა შემოტანული პროდუქციით უნდა ვისაზდოთ რასაც ჩვენ რაც ცენტრმა მოსკოვმა შექმნა ყველა ქარხანა ფაქტობრივად დღეს გაჩერებულია ამიტომ არის რომ მე ჩემი ცხოვრების კრედო არის რომ რუსეთთან ურთიერთობები დაალაგდეს და ყურადღება მივაქციო ყველასგან მიტოვებულ რუსეთში მცხოვრებ ქართველობას. ეხლა ვიღაცები მირეკავენ ჩვენთან როდის ჩამოხვალ ჩვენ მე ყველას დაუთმობ ჩემს ყურადღებას ვისაც ეს სურვილი აქვს, ვისაც უნდა რომ გამოჩნდეს ეკრანზე. ეხლა მე სტავროპოლში, კურსკის მხარეში ვიყავი, იმიტომ რომ ამ ადამიანებს უნდოდათ. იმიტომ რომ უნდოდათ რომ საზოგადოებას გაეცნო მათი მუშაობის და მათი საქმიანობის შედეგი. და მე ამ ხრივ ღია ვარ, ჩვენი ტელევიზია ამ ხრივ ღია, ყველას დაეთმობა ტრიბუნა, ვისაც სურს. იმიტომ რომ ეხლა ტელეკომპანია, იმედი, პირველი არხი და ეხლა ნაცარხებზე საუბარი ზედმეტია, არავინ არ გააშუქებს იქზე იმგვარად რუსეთში მცხოვრებ ქართველობას, როგორც ჩვენ ვაშუქებთ, იმიტომ რომ ჩვენთან ტაბუ დადებულია, როგორ შეიძლება თქვა, რომ რუსეთში ქართველობა კარგად არის. არა, პირიქით უნდა თქვა, რომ ის ცუდად არიან, რუსეთი ცუდია. დღეს ესე იგი ტრენდი არის, რომ ვინ უფრო შეაგინებს რუსეთს. ეს სალანძღავ სიტყვათ არის და ისიც კი არიციან, რომ სოფლიოში რა ხდება, აგერ სირია აღარ არსებობს, როგორც ასეთი ქვეყანა, უკრაინა აღარ არსებობს და ჩვენ იმ ფონზე, როდესაც დიდი საფრთხე გვემუქრება, პირიქით იმის მაგრად რუსეთთან ურთიერთობა დავამყაროთ, პირიქით რუსეთს ვაგინებს. ეს ისტორიის უცოდინარები, რომლებმაც არც იციან ეს ისტორიის ანაბანი. დღეს საქართველო იმყოფება სწორედ ერეკლე მეფის გარკვეულ აი მდგომარეობაში. დემოგრაფიულ მდგომარეობა პრობლემატურია, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ და სწორედ იმ ერეკლე მეფის მიერ დადებულმა გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა საქართველო და დღესაც რუსეთთან ახალი ხელშეკრულება თუ გადაარჩენს საქართველოს, მაგრამ ამას სჭირდება ნიადაგის მომზადება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ? ჩვენ ვამზადებთ ამ ნიადაგს, როგორც შეგვიძლია, რანაირადაც შეგვიძლია, რომ ვამტკიცებთ, რომ რუსეთი საქართველოს გვერდით ყოველთვის დგას და იდგება, თუკი ჩვენ მოვინდომებთ ამას. და ეხლა იცით რა არის? ხშირად არის ასეთი საუბარი, რომ აი რუსეთი არ დაუშვებს მაგალითად რომ სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს. იცით რა შეა საქმე? რუსეთი არ დაუშვებს თუ შენ მოინდომებ და შენ გააკეთებ ყველაფერს ამისათვის. რუსეთი გარკვეულწილად ხარს უჭერდა დოდანს, მოლდოვეთის პრეზიდენტს, ხარს უჭერდა იანუკოვიჩს, ხარს უჭერდა სარქისიანს, სომხეთის პრეზიდენტს, ხარს უჭერდა ასადსაც, მაგრამ იქაურმა ხელისუფლებებმა ხელი არ გაანძრიეს იმისათვის, რომ სიტუაცია ყოფილიყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. იანუკოვიჩი ბოლო მომენტამდე თვლიდა, რომ კონტროლ ქვეშ ყავდა სიტუაცია. და ჩვენ ვხედავთ, რომ თუკი ჩვენ არ მოვინდომებთ, მარტო რუსეთის ნება არ არის საკმარის. რუსეთი კი გეხმარება, მაგრამ შენ იმისი არ იყოს ხელი თუ ღმერთი მაგ თქვა, ხელი გაანძრია და გეშველეო. ჩვენ უნდა გავანძრიოთ ხელი და არ უნდა ვაგინოთ რუსები და რუსეთი. არ უნდა ვაგინოთ, სხვანაირად არ გამოვა აქ არაფერი. და უნდა იყო ლუკაშენკოსნაირი კიდე. აი რატო მოხდა ისე, რომ ჩამოაგდეს ასადი, ჩამოაგდეს მაგალითად სარქისიანი, ჩამოაგდეს მაგალითად იანუკოვიჩი. რატო მოხდა ეს? დოდანი მოიცილეს. რატო მოხდა? იმიტომ მოხდა, რომ ამ ხელისუფლების მმართველებს არ ეყოთ ერთი ადგილი, რომ გაეკეთებინათ ის, რისი გასაკეთებელი იყო. არ ეყოთ ვაჟკაცობა, არ ეყოთ გამბედაობა.
და ლუკაშენკომ რომელიც ასევე ამ სტატუსის ქვეშ იყო რუსეთის მიერ იყო გარკვეულწილად პრივილეგირებული ამ კაცმა ადგა და ავტომატი აიღო ხელში და დაждდა ვერტალიოძე თავის შვილთან ერთად და დაანახა ბელორუსებს რომ თუ საჭიროა მე თვითონ იარაღს ვიხმარ ჩემ შვილთან ერთად და დაგიცავ თქვენ და ამიტომ თქვენც უნდა იბრძოლოთ ბელორუსიისთვისო ლუკაშენკომ ანახა თავის პირად მაგალითზე რომ ის თვითონ მოკვდებოდა იმისათვის რომ ბელორუსი ყოფილიყო დასავლეთისგან დამოუკიდებელი აი ეს აჩვენა ლუკაშენკო და გაატარა ის რეპრესიები, რომელიც გასატარებელი იყო. ამიტომ ჩვენც ესე უნდა გავაკეთოთ. რუსეთი იმას ვერ გააკეთებს, რაც ჩვენი გასაკეთებელია. რუსეთი ვერ დაიჭერს მოღალატეებს. რუსეთი ვერ აჩვენებს რუსეთის ხელისუფლება. პუტინი ხო არ ჩამოვა აქა და ვერტალიოძე ხო არ დაჯდება და ხო არ ავა იმ თბილისის თავზე და ხო არ ეთქვის მე დაგიცავთო. ეს ჩვენი გასაკეთებელია. და ამიტომ ამ ყველაფერს ნიადაგის მომზადება ჭირდება კიდევ რომ რუსეთისკენ რომ მოინდომოს ხელისუფლებამ სულა და დღეს გამოაცხადოს ეს ალბათ არ ვიცი ვიღაცებმა შეიძლება თვითონ სახელისუფლებო გუნდში ვენები გადაიხსნა რომ ეს როგორ რანაირად შეიძლება იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს ეჯიბრება არა ჩვენ რუსეთისკენ არ მიდივარ არა ჩვენ რუსეთისკენ ამიტომ ამ დროს რუსეთისკენ თუ არ წავალთ ჩვენ დავიღუპებით და ეს ცხადყოფს ეს ისტორიაც აგერ ჩვენი და დღეს აგერ რაც ხდება ჩვენს რეგიონში როდესაც შენ ხარ სუსტი, უნდა მიეკედლო ძლიერს, რომ მან დაგიცვას. თუ არა, ის სუსტი გაითელება. დღეს მოკლედ გელით ძალიან დიდი სიამოვნება, ნახავ წარმატებულ ქართველებს და თან დააკვირდით აი ყველა დეტალს. მე აი ილიამ თქვა, სამეგრელოში ვიყავი და საქართველოს ვნახეო. რუსეთში ვიყავი და საქართველოს ვნახე. და ზოგჯერ აი მე არ ვიცი, აი მაგალითად ლადიკავკაში რო ვიყავი და პატარა ეს 6-7 მე-6 მე-7 კლასელები რო ვნახე სკოლაში როგორ ლექსებს კითხულობდნენ როგორ აი გამარჯვებას ვერ დაასწრებდი ისე აი და აი ისეთი ბავშვები ვნახე ისეთი ქართველობა ვნახე რომ აი ზოგჯერ აი სენტიმენტები მოგაწვებოდა ადამიანს რომ ჩვენ რატო არ უნდა შეგვენარჩუნებინა ესეთი ქართველობა დღეს აი ქართველობა როგორც ასეთი სამწუხაროდ რუსეთში არის შემორჩენილი ეხა მე შეიძლება 100%-ით ესე ყველა არ იყოს, მაგრამ დიდი ნაწილზე მაქვს საუბარი. ამიტომ მე ახლა რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ რეპორტაჟს, სპეცრეპორტაჟს სტავროპოლის რაიონის სტავროპოლის ხარის კურსკის რაიონიდან. მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიყოფებით სტავროპოლის რაიონის კურსკის მხარეში. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ქართველებისათვის. უამრავი ქართველი ფერმერი მუშაობს და განსაკუთრებით გამოსარჩევია საკმაოდ ძლავრი ფერმერული მეურნეობა აქვს ერთ დიდ ქართველს ვიქტორ დავითიძე ხადელაშვილს. ვიქტორ დავითიძე ხადელაშვილი, რომლის ფირმა არის არაგვი, არის საკმაოდ მსხვილი მოთამაშე ფერმერული მეურნეობისა, რომელიც არის კურსკის რაიონში, როგორც მოგახსენეთ, ეს არის სტავროპოლის რაიონი. და დღეს ჩვენ გვექნება საუბარი ბატონ ვიქტორთან ეს ადამიანი დიდი ხანია რაც აქ ცხოვრობს უკვე და ჩვენ როდესაც აქ ჩამოვედით კურსკის რაიონში ჩვენი მიზანი იყო გაგვეცნო თქვენთვის ყველა ის წარმატებული ქართველი რომელიც აქ არის და განსაკუთრებით ბატონი ვიქტორი იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ ჩვენ გვაქვს ხშირად აი ამ ბოლო დღეებში ესეთი განცხადებები ისმის საქართველოში აი გინდათ რომ რუსეთში გაიღვიძოთ. გამოყვიდეთ. წინააღმდეგ შემოვაში გაიღვიძეთ რუსეთში. მოქალაქეებო, ხალხს გამოყვიდეთ. წინააღმდეგ შემოვაში გაიღვიძეთ რუსეთში. და აქაური ქართველები ძალიან კარგად იღვიძებენ რუსეთში. ძალიან კარგად ზნობენ თავს და საკმაოდ უამრავი ადამიანს ეხმარებიან თვითონ აქაური შემოსავლებით, აქაც საქართველოშიც და საერთოდ ეს ადამიანები ფეხზე დგანან, იმიტომ რომ აქ მუშაობენ. და იმიტომ რომ უდიდეს შესაძლებლობები აქვს რუსეთს. ეხლა ასეთი გადაჭიმული მინდვრები საქართველოში სამწუხაროდ არ არის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და აქ ეს ყველაფერი მიღწევადია და როგორ მოახერხეს ქართველებმა რომ აქ წარმატებებს მიაღწიათ და როგორ მოახერხეს ის რომ აი ესეთი წარმატებული გამხდარიყენ ამის შესახებ თავად გვიამბობენ. მოგესალმებით ბატონო ვიქტორ მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ თქვენი ძვირფასი დრო, იმიტომ რომ
ვიცი რომ ყოველ დილით უკვე თქვენ გადიხართ, თქვენ უკვე მინდვრებში მუშაობთ და პირველ რიგში მინდა რომ მაყურებელს წარუდგინოთ თავი, როგორ დაიწყო თქვენი მოღვაწეობა, საიდან როგორ მოხვდით, ანუ რომელი წლიდან ჩამოხვედით რუსეთში, ყველა საინტერესებს ეს წარმატებული ქართველების ასე. ჩვენ აქ ვარ დაბადებულები, მეცსა და ჩემი მშობლებიც აქ არიან დაბადებული. ბაბა ჩემია ჩამოსული 1921 წელიწადში. ჩამოვიდა ბაბა ჩემი დასახლდა აქ სოფელი გვაქვს ივანოვკა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ქართველები, მარტო ქართველები ცხოვრობთ იქ. მოდა ჩვენი სოფელი გვაქვს, ჩვენი სასაფლაო, ჩვენი ეკლესია გვაქვს, ყველაფერი ჩვენი გვაქვს. და აქ როგორც ეს კურსკი რაიონი, სტაროპოლის კრაიში არის და აქ ყველა ფერმერები ვართ რა. მოდა ეხლა მე აქ მაქვს ჩემი ფირმა არა გვიქვიან ჩემი ფირმა, ჩემი წინაპრები იქიდან არიან წამოსულები, მთიულები ვართ და ანუ 1921 წლიდან წამოხვედით. 1921 წელს ჩამოსული საწყისი. ეს აი ბოდიში და საქართველოში რომ მოხდა აი კარგად მოგეხსენებათ მაშინ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაემხო მაშინ ბევრი დაიჭირეს აი მაგ პროცესებს ხო არ უკავშირდება თქვენი წამოსვლა საქართველოსთან 21-ში ბევრი თუ უბრალოდ წამოვიდნენ უბრალოდ წამოვიდნენ აქ ჩვენი წინაპრები ისი მეცხვარე ხალხი და ის გასაგები მეურნეობაში მუშაობდნენ და ეგ წამოვიდნენ. თქვენ თავიდანვე ფერმერულ მეურნეობა და მაინტერესებს ეს ახლა როგორ მოახერხეთ ეს რომ აი ალბათ ახლა თავიდანვე ამ ხელა მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი არ იყავით. აი როგორ დაიწყო თქვენი პირველი ნაბიჯები რომ აი აქამდე ნაბიჯები ეს 1990 წლებში გავხსენი მე ეს ფირმა. როცა დაიწყო კოოპერატივების გახსნა რუსეთში პირველ ამ რაიონში პირველ მე გავხსენი კოოპერატივი. მე ჯერ რა ხან ღორებს ვაშენებდით, საქონელს ვაშენებდით, მე გადავედით უფრო მიწებზე. და მე ის ნელა ავიღეთ მიწები, მე ავაშენეთ ჩვენი ისა გვაქვს წიწვილი, საცხობი, ყველაფერი ჩვენი გვაქვს უკვე. აჰა. ჩვენ თესავთ, ჩვენი მოსავალს ჩვენ ვმოღებულობ, ტექნიკა გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. რამდენი ჰექტარი არის თქვენი აქ? 6000-მდე მაქვს მიწა, 6000. საკმაოდ დამბეშტავი ციფრია, 6000 ჰექტარი მიწა და ძირითადად რა მოყავთ აი მიწაზე? უფრო ყველაზე მეტი ხორბალი. ხორბალი, მე მოყავს კერი, რაფსი, ლიონი, ეს გაროხი, ჩეჩევიცა, ყველაფერი მოყავს. და მე აი ამის რეალიზაცია საცდება რუსულ ბაზარზე გადის თუ უცხოეთშიც გავა. ხორბალი უფრო მეტად საქართველოში გადის საქართველოში, სასონხეთში გადის და დანარჩენი რუსული ბაზარი ყიდულობს და მე კი ამათ გააქცევს მაგალითად. და საზღვარგარეთაც გადის. აი საზღვარგარეთ რა გადის მაგალითად? საზღვარგარეთ ეს ნუტი, ჩეჩევიცა გადის მაგრამ საზღვარგარეთა, გაროხიც გადის და რაფსი. აჰა. ეს რაფსი უფრო ჩინელები ყიდულობენ. ეს არის ზეთი იმისთვის, ხო? ზეთის, ხო. აქვე ეს რაღაცა შერ რა ის რაფსი ზეთია, ხო. აჰა. გასაგები. ქართველებით ბევრი ყავთ, ხო, დასაქმებული, მე რა ვიცი, თქვენ ძმაც აქ არის თქვენ. ძმაც აქ ამყავთ, ბიძაშვილებიც ამყავთ, დიშვილიც ჩემთან მუშაობს. ბევრებია ქართველები ჩემთან მუშაობენ, ეგი ქართველებიც არიან. წარმოშობით თიულები ხართ ისე, ხო? კი, თიულები ვარ. საიდან ის? ისე დუშეთის რაიონიდან. აჰა, ძირითადად დუშეთის რაიონიდან. და რა მაინტერესებს, აი რაღაცა აი ხო არ ქონიათ რამე ხელი შემშლელი ქართველები რო ხართ აქ და ვინმე საერთოდ ეგზნობინებინოს რომ თქვენ აქაურები არა ხართ, აი ესეთი რაღაცა ყოფილა როდესმე. არც ეს არ ყოფილა ეგეთი რამე. მაზე აი 2008 წელიწადში ჩვენ ძალიან გული გვტკიოდა აქ ვახუჩებდით ძალიან ის და იცოდნენ რაღაც ფულს ვახუჩებდით უგზავნიდით იქ ნათესაებს მეგობრებს დავეხმაროთ ხალხს. მაგრამ ჩვენთვის არც ერთი რუს ხმარა მოუღია ის 68 წლის კაცი ვარ მე აქ ვცხოვრობ. აქ ვარ დაბადებული აქ ვცხოვრობ. ჩვენთვის ხმარ არც რა მოუღია ცუდი, არც პოლიცია მოსულა და არც სტრუქტურები მოსულა ჩვენთან. როგორც მუშაობთ იგივე მუშაობთ. და ძალიან ისა ვარ, მაყოფილი ვარ რომ აქ ვარ და რუსეთში რო იღვიძებთ მაყოფილი. ძალიან გაყოფილი ვარ.
ხმელეზე ვიყო გინდა ეგ ძალიან ხმელი ვარ გასაგები. შვილები არ გამყავ შვილები არ გამყვა რამდენი შვილი ყავთ? ერთი გოგო მყავ მე და შვილები ორი მყავ აჰა და რა მაინტერესებს აი თვითონ ხალხი როგორი არის აი აქ როგორი ძალიან კაი ხალხი რუსები არიან ძირითადად ხო ძალიან კაი ხალხი არ მოგატყუებენ არაფერს არ დაგიშაებენ თუ შენ არ დაუშედეგე ვაფშე არ დაგიშაებენ გასაგები მე ვიცი რომ ეხლა ჩვენ მე ვნახავთ თქვენ გვანახებთ ამ ყველაფერს თქვენს ტექნიკას მინდვრებს ეკლესიაც ააშენეთ აქ ხარ ჩვენ სოფელში იმიტომ რომ ადრე ჩვენ წმინდა გიორგის ეკლესია ავაშენეთ და ავაშენეთ ლომისზე ადრე ჩვენი ხალხი ეს მთიულეც მუდამ ლომისობას მივდიოდით აქიდან საკლავებით მივდიოდით სათქმული საკლავი ქონდა გადავდიოდით საქართველოში მლეთაში და იქ იქნებოდა ჩვენი საკლავები და მე ეს ტამოჟნები ისე დაიწყო რომ გაუჭირდა ახლა ყველა ხალხი არა აქ იმის უფლება რომ წავიდეს და მე აქ ავაშენეთ ახლა მე და ჩემი ძმა ავაშენეთ ეს ლომისის ეკლესია გასაგები უნდა ახლა ხალხი ეს შათქმული ღმერთისთვის შათქმული თუ ხავთ თვარი თუ საფონელი იკვლება აქ მუდამ წელიწადს და მთელი სოფელი მთელი ქართველობა გუშტები კისლაოცკის დიასპორიდან ქართველები ჩამოდიან საროპოლიდან ჩამოდიან ქართველები ჩვენი ქართველები ვლადიკავკაზიდან მოდიან მოზუკიდან ქართველები ჩამოდიან და აქ გვაქვს ჩვენი ის სალოცავები და აქ ლოცულობს და კეიფობს და ყველაფერი ტარდება ჩვენი мама папური ტრადიციას არ ავკარგავთ. ჩვენ სოფელში ჩვენ ბავშვები ვიყავით. ჩვენ სოფელში რუსული იან არ ვინ არ იცოდა ბავშვებმა. როგორ აი მართლა ეგ მიზოდა მე თქვა, როგორ შეინარჩუნეთ აი ეს ბოდიშთა აი მართლა გაკვირვებული ვარ რა რომ სკოლაში რომ მივდიოდით, მეკითხებოდნენ ესე ის მას ჩამოგვიკიდებდნენ კარტინკას და გვაჩვენებდნენ ეს ჩანგალი თუ კოვზი თუ რაღაც დახატულია და უნდა გვეთქო რუსულად და ჩვენ არ ვიცოდით რომ ეს რუსულად. და აი თქვენ ძმაზე ისტორია რო გითხრათ ერთი კითხვა. ხო, ჩემი ძმას აი ახლა ჩანგალს დაეცინიან. რატო? იმიტომ რომ მასალებელი ეკითხება აჩვენებს ის უგასკით რომ ეს რა არისო და ვალიკომ ხელი აიწიო. რა არის ვალიკო და ჩანგალ ჭრის. ვილკა კი ვერ ათქო ჩანგალ და არგეს ჩანგალი. ჩანგალი. ნო. და რა მაინტერესებს იცით აი ხა აქ ხა თქვენ ხართ და ამ ხელა მეურნეობა ფაქტობრივად აი კონკურენტები თუ ყავთ აი ხლა ამ ბაზარზე ხა ამდენი მიწები რომ მოვდიოდი ხა მე ვლადიკავკაზიდან ჩამოვედი ისი ვლადიკავკაზიდან მოყოლებული აი ბატონი გიორგი მოყვებოდა და არ ვიცი აი ძალიან ისეთი ის იყო რა ქვია ტრამალი მინდვრები არ ჩერდება რა ეგ ისე და ამ ბაზარზე ხა თქვენ როგორც აი თქვენ გაქვთ 660 რამდენი ჰექტარი 6000 ჰექტარი 6000 ჰექტარი ხო და ამ ბაზარზე უფრო ბევრიც აქვს კიდე სხვებს თუ კი აქვს არის მონოპოლისტი ვინ არის მაინც მონოპოლისტები უფრო ისენია მოსკოვის ხალხი ძალიან კიდევ ბევრი ხალხი თქვენ როგორი თვლებით აი თქვენ საშუალო თითლებით თუ აი როგორი თვლებით პატარები ეგ პატარა თითლება ხო არიან ძალიან დიდები ეს 6000 ჰექტარი არ ითვლება დიდად ხო პატარა თითლება ხო რაიონში ითვლება კარგად რა ისე რუსეთში პატარა თითლება აჰა გასაგებია და ქართველების ბლომად არიან აქ ფერმერული მეურნეობა ფერს აქვს ქართველს ფერს აქვს იმიტომ რომ აქ და ძირითადად რა არის ხო მარტო ეს სცენარეულობის მოყვანა ან ხორბლის თუ არის მესაქონლეობასაც მისდევენ მისდევენ მე ღმერთს ამაკ აქ ფერმაც ამაკ საქონელი მყავ ცხვარი მყავ ღორი მყავ ფერმაში და ეს მე რო იკვლება აქ იყიდება თუ ეგეც საქართველოში მოდის თუ იმდენია თუ სპროსია საქართველოდან მოდიან საქართველოდან მსხვილფეხი გახავთ საქონელი ისე აქ იკვლება და აქ იყიდება აქაური ბაზარზე გასაგებია ისე მაინტერესებს აი კითხვა მაინც მე ხა კი ვიცი თქვენი პასუხი მაგრამ მაყურებელს აი გიფიქრიათ რომ რაღაც საქართველოში ახლა თქვენი შეაწყობილი გაქვთ აქ საათივით საქმე ცოტა არ იყოს საქიდან წამოსვლა ურთულესი იქნება გიფიქრიათ რომ აი რაღაც დაბრუნებული იყავით ისე 100%-იან დაბრუნებელზე არ მიფიქრე მაგრამ მე მინდოდა ამეღო მოქალაქობა საქართველოს. აი ეგ არის ყველაზე. ჩავედი და ის მითხრეს რომ ქართული ენა ცუდად იცითო და
ჩვენ თუ ქართული ცუდად იცი ზურაბიშვილის რო ლაპარაკობს დატანჯულია ხალხი იმას ზურაბიშვილის პრეზიდენტზე მოკეთქვენ ლაპარაკობს და ეს პრეზიდენტი თქვენ არ გაზრდოთ მოქალაქეებს რაში გეტყობათ რომ ცუდად კომისიის თავმჯდომარე ვინც იყო ის მეკითხება სადაც მუშაობდა კოლმერნობის დირექტორი ვარ მეთქი და კოლმერნობა რა არის კოლხოზი მეთქი მე გაუბრალოდ რუსულად უთხრა კოლხოზი მეთქი და კოლხოზი რა არის მე იმიტომ დამიწერეს რომ ეს იდიოტები არიან რა ძალიან საშინელი სიტუაცია თორე ისე ბინას მინდოდა მეყიდნა რაღაც ბიზნესი გამეხსნა საქართველოში მაგრამ ვერ მოახერხეთ ვიძახს ამ მოქალაქეებს ანუ რაღაცა გინდოდა ბიზნესის გახსნა ყველაფერი ვარა ამათმა ხელი შეგიშალა აი ხალხო გესმით აი მე მინდა ჩვენს ვიმართო შესაბამის უწყებებს. ქართველი კაცი არის. ეს კაცი მართლა უხმარ ბაბაში უნდა გავახვიოთ და ხელის გულზე უნდა ვატაროთ ასეთი ქართველები, იმიტომ რომ ახლა მეურნეობა აქვს აქ რუსეთში 6000 ჰექტარი მიწა. ამდენი ხალხი ყავს დასაქმებული. იგივე უნდა რომ გააკეთოს საქმე. ირანელებს და თურქებს რო აძლევთ და აბაირამებთ იქა და ბოდიში და იმათი უნდა იყოს. ქართველმა კაცმა იშოვოს ფული არ ჯობია და ქართველმა კაცმა იმას ყავს დაასაქმოს ხალხი კაცო. და რამდენი ეგეთი თქვენნაირია კიდე აქ რომელსაც უნდა ძალიან ბევრები იყვნენ ჩასულებს უკან და აი ხა დასახვრეტები ხარ თქვენ აი ვინც ამას აკეთებთ რა აი იმ კომისიის წევრები უნდა გამოიყვანო და სახალხო თუ და არ ვიცი შეარწყვიგო მაგრამ შეიძლება ეხლა ამერიკას მოქალაქე აი მე მინდა რომ აი ეხლა შეიცვალა სიტუაცია და დღევანდელ ხელისუფლებას მინდა მივმართო ასევე მომავალ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილი აი შეიძლება ეხლა ბატონი ვიქტორ ხადელაშვილის და კაც მოქალაქეობა არ მისცე კაცო და ამნაირი ფერმერები არის უამრავი საქართველოს შეიძლება ხალხო ასეთი რაღაცა და გული აუცროთ ამ ადამიანებს იმიტომ კი არა რომ ეხლა აგზივა მის კაბინეტში ხა კაცი არის აი თქვენ თვითონაც ნახავთ ეხლა მე კი ვიცი უკვე ნახე იმხელა ესა აქვს რა სიმძლავრის მეურნეობა აქვს ხო იმხელა ფინანსები აქვს მანდამაი თურქებს ვაშოვნინო და ირანელებს ფული ხალხო ქართველმა იშოვოს ფული ის არ ჯობია კაცო საქართველოს ქართველებისთვის არის თუ ირანელებისთვის არის აი გაუგნებული ვარ მართლა რა ალბათ ძალიან მესმის თქვენ როგორ გულდაწყვეტილი წამოხვიდოდით იქიდან ქართულ კაცო რომ ერთხელ და ორჯერ გერ წამოვედ გულდაწყვეტილი მეგობრებო ეხა ჩვენ ვიყოფებით სოფლის მეურნეობის იმ ბაზაზე სადაც განთავსებული არის ტექნიკა სადაც განთავსებული არის ის ნაგებობები სადაც იცლება ხორბალი სადაც არის სახელოსნოები სადაც არის საცხობი და ეხლა თქვენ ხედავთ აი 11 კომბაინი დგას ეს არის როსტელმაშის გამოშვებული კომბაინები ნახეთ ამით იღებენ ხორბალს ამით მუშაობენ ველებზე რამხელა სიმძლავრის არის და აი ესეც არ ყოფნის როგორც მე ვიცი იმიტომ რომ რეალურად ეს არის იმხელა 6000 ჰექტარ მიწას ეს არ ყოფნის მაგრამ ეს ძირითადი მაინც გამწევი ძალა არის ბატონო ვიქტორ აი ხა გითხარით აი ამის შესახებ ეს ყველაფერი თქვენი საკუთრებაშია ხო ყველაფერი საკუთრებაშია დიახ და ეს ეტაპობრივად მოახერხეთ ამათი შესყიდვა თუ როგორ ეტაპობით აჰა ეს წელიწადში ორი კომბაინი ვიყიდეთ მე კიდევ ვიყიდეთ რომ საკმაოდ ისეთი ძვირადღირებული არის ეს ყველაფერი თითო კომბაინი რა არის მაგალითად აი რო წარმოდგენა რო გქონდეს ეხლა გაძვირდა ეხლა 20 მილიონამდეა და ადრე იაფათყიდულობდი ეხლა მილიონი 2 მილიონი გაძვირდა და ეს 11 ყოფნით ამ 6000 არა ყოფნის ქირავთ 6-7 კომბაინს ქირავთ ძალიან დიდი იმიტომ რომ უბორკას პატარა სროგი აქვს და იმ სროგებში უნდა ჩავეტიოთ რომ არ გაგვიფუჭდეს ხორბალი და სხვა ისენი მოსავალი რაც აქ არის მე საშუალება რომ იქირავოთ მოდიან კრასნოდარიკაიდანაც მოდიან კომბაინები კაბარდოდან ოსეთიდან გამოდიან კომბაინები და ყველას ეხავ კომბაინები და აქ ჩვენთან ყველაზე ადრე იწყება უბორკა და ყველა ჩვენთან გამოვიდა ჩვენ რაიონში რომ აქ დაიმუშავებენ ფულს მე მიდიან იქით სტავოპოლისკე და მე კიდე მიდიან რუსეთში ვარონეჟი და ბელგოროდში მიდიან და ეხა პრობლემა ხო არა გაქვთ რომ რამე გაფუჭდეს ნაწილები ყველაფერი არის ყველაფერი როსტოვთან აგვაქვს ხელშეკრულება და იქიდან გვიზონიან ყველა ნაწილს. ეხლა მე მინდა რომ წარმოგიდგინოთ ბატონი ვიქტორის ძმა, ბატონი ვალიკო, მოგესალმებით ბატონო ვალიკო, ნამდვილი ქართველი, ასევე მარჯვენა ხელი ბატონი ვიქტორის ძმები აი ესე რომ კარგად მუშაობენ, არის ყველაზე უფრო სასიხარულო და მინდა რომ თქვენ შესახებაც ვიკითხოთ ბატონო ვალიკო, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენც ფაქტობრივად ჩართული ხართ ამ პროცესებში, ველად გადიხართ, მუშაობთ და
თქვენ ძმასთან ერთად ფაქტობრივად დიდ როლს ასრულებთ ამ მეურნეობის განვითარებაში. მეტი წილი კომბაინებთან მენავარ მინდორშია. ნაწილი რამ დაიჭირდება, მოტან რას მე უნდა, რაც რამ დაიჭირდება, ვეცდები თუ ჩქარჩქარი სამექო მოტან ნაწილი გავრემონტ თუ ჩქარ გავიდეს კომბაინი, როგორც კომბაინი კარგა იმუშავებს, ეგეც ცოტა დავკარგავთ ხორბოს ჩვენა. თუ ბერს ავიგებთ. დიახ. და ნაწილებში იმებში პრობლემები არა გვაქვს ჩვენა. აი საწყობები გვაქვს, ჩვენ საწყობებში ვფიდლობთ ადრევე ნაწილებს, რაც გვინდა მუშები გვაძლევთ ჩვენ ქაღალდებსა, ვის რა ნაწილი სჭირდება. მე ჩვენ რასტოში უკაზე სამექნე თავად მაქვს ნაწილები уже. ადრე ჩვენ დავდიოდით, ჩამომქონდა. ეხლა თვითონ მაქვს. რასაც დაუგზაკაზებ და რაც ნაწილი სჭირდებათ, ურიგებთ, არემონტებენ და კიდევ ვინახავთ ნაწილებსა. თქვენი ძმასავით აქ 21 წლიდან თქვენ მშობლებთან ერთად რო ჩამოვიდნენ, ანუ დიდი ხანია, რამ უკვე წლები არის, რაც აქ ხართ, ხო? თავიდან ხარ პირველდღე როგორც დაბადებული. ოჯახობა როგორ არის შვილები? ქალვაჟი მყავს. სამი შვილი მყავს. ორი ბიჭი, ერთი გოგო. მეც მაგაგიზა. და თქვენს ამ ფირმაში მუშაობთ? ხო. ამ არაგვის ფირმაში. აი ხა ეს ბატონო ვიქტორ, მაინტერესებს, აი ამ ხელა რაღაცის გაკეთება. ეს ეხლა ეს შენობა ნაგებობებიც აქ არის განთავსებული და ნახავთ ამ ყველაფერს. როგორ მოახერხეთ? ეს თქვენი აშენებულია თუ აქ საბჭოთა მეურნეობა იყო თავის დროზე თუ როგორ იყო ეს ყველაფერი? ყველაფერი ჩვენი აშენებული, აქ არაფერი არ იყო, ცარიელ ადგილი იყო. აქ ცარიელ მინდორი იყო, რომ მოედით აქ. დიახ. ერთ იქ გავაშენეთ. მე იქ აღარ ყოფნიდა და სანდა ბიზნესი რო გაიზარდა ჩვენი. ეს საწყობები ხორბლის აქ ეს არის რა? ეს ხორბლისის არის. ხორბლის საწყობია, აქ ვალაგებთ ხორბალს. აქ ყოფნის ეს ადგილი? კიდევ გვაქვს, იქითაც აგვაქვს კიდევ საწყობი. ანუ ასეთი რამდენი საწყობი გაქვთ კიდე? 8 საწყობია. აი ამ ხელა მასშტაბის არის. აი აქითაც არის ტრაქტორები კიდე, ხო, აი ეს რისი ტრაქტორები არის? ეგეც ვამუშავეთ მინდორში, ნუ მთელი ტექნიკა იქ სხვა ბაზაზე მყავს. კიდევ ერთი ბრიგადა მაქვს, აქედან არ არის შორი. აჰა. აი მინდა რომ ვანახოთ, აი ეს ამ ტერიტორიაზეც არის აგერ კიდე ტრაქტორები, ხო? აი აქ. აქ ჩვენი ტერიტორია ეს ყველაფერი საკუთრობა. ეს აქ რა არის, აი ამ ადგილას? აქ არის სეპარატორი დგას, დიდი სეპარატორები, რომელიც წმენდავენ ხორბალსა, კერსა, რაფსა და ყველა კულტურას, რასაც ჩვენ თესავთ, ამაზე წმენდავს და მე მიგვაქვს საწყობში. აჰა. აი ეს შენობა აქ კიდევ რემონტი ბაზა, აქ ვარემონტებთ ტრაქტორებს, მანქანებს, აქ ყველაფერი რემონტი მიდის აქ პირდაპირ. აჰა. ანიმან. ძალიან მასშტაბურია ეს ყველაფერი და აი ეს ეთი ეზო კიდე გაქვთ თქვენ აი ესეთი ამდაგვარი ამ იქით მეორე ეზოში იქით მანქანებია. რანერი მანქანები? კამაზები ყავს. დაიწყენ 0-დან. საერთოდ არაფერი არ იყო, ტიალი მინდორი იყო აქ. ხო. ვა, ესე იგი აქ მარტო ეხა ჩვენ რო დავითვალოთ, ალბათ ერთი 100 მილიონის ინვესტიცია ჩაიდებოდა რა. მეტი კიდევ. არის ძალიან მასშტაბური პროექტი და აქ უამრავი ადამიანი ალბათ დასაქმებული, ეხა იმიტომ რომ აქ მძღოლები გჭირდებათ, კომბაინებზე გჭირდებათ ხელოსნები. ძირითადად ეს რუსები ყავთ ადგილობრივები დასაქმებული თუ ქართველები ყოფნით ამ ყველაფერს? ხო არა, რუსებიც აყვავ, ქართველებიც აყვავს, სომხებიც აყვავ. ისე როგორი ეს არის მუშახელი, თქვენც რო ჩავერთოთ, აი როგორ მუშაობენ, აი. ხო, дуже რამდენი არიან ისე მუშაობ. დიახ. კაი მუშები არიან. აჰა, ადგილობრივები. ანუ აი რა მინდა იცი რომ მოვდიოდით. ბატონი, აი თქვენი კოლეგის შვილი არის, გიორგი კაცაშვილი მეუბნებოდა რომ აი რომ მოვდიოდით, რომ ცოტა ის არის, იმდენი ბევრი წავიდაო ისაო და ცოტა კადრებიც გვიჭირსო თუ რაღაცაო და არის ეგეთი მომენტი? არის მომენტი არის. ანუ კადრების პრობლემაც გაქვთ, ხო? გვაქვს კადრების პრობლემა ძალიან დიდი. იმიტომ რომ ეხლა ყველა უკრაინაში გადავიდა, იქ მუშაობენ ძირითადად. აი ეს ტრაქტორებიც ვანახოთ აგერ, აი. ესეც კომბაინებია, ხო? აი რა. ხო. ეგეც კომბაინებია. ეს ძირითადად რუსული კომბაინები არის? ყველაფერი რასტოვისა. ხო. აჰა. ეს რეები, აი აქ რაღაც ტრაქტორები რო არის, ესენი ისა რო მინდორსო სარწყავია. მინდორსო წამალი შაგვაყანით.
აჰა. აი ეს შენობა რა არის? აი აგერეთ, აი ეს რა შენობა? ესაც საწყობია. ის ჩვენი ოფისია იქით. აჰა. ეგ ოფისია ჩვენი. ასე. კიდევ ორსართულიანი ის ლაბორატორია. ის ეს თეთრი შენობა ხო? ლაბორატორია, მანქანები შემოდიან, ანალიზს ღებულობენ მანდა. აჰა. და მანდა ეცხავენ იმას. აი ეს რა არის? ნაწილები გვაქვს საწყობია ნაწილების. კომბაინის ნაწილები აქ ვინახავთ ჩვენს. აი ეს დიდი შენობა რო არის? მან ვარემონტებთ. ის რა არის მართლა ის შენობა ის თეთრი? ისაც საწყობია. ეს ისი საწყობია. ხო. ხორბალი. ხორბალის. არის სოფანის მათ შეგვაქვს. აჰა, ხორბალის საწყობია. გასაგებია. რა მაინტერესებს იცით? აი ხა ამდენი საწყობი, ამდენი ისა ძაგმა ის არის რა ქვია, ყველაფერი საკმაოდ მასშტაბური არის ეს ყველაფერი და ეს ეხა კიდე უნდა განავითაროთ აქ თუ უკვე თქვენ ეს რაც გაქვთ გაკეთებული ეს არის საკმაოდ ანუ რას ვამბობთ საწყობები კიდე რაღაცა რამე ლაბორატორიული რაღაცა არის გვაქვს კიდე რაღაც გეგმაში გვაქვს მაგალითად აი წიწვილი გვინდა გავადიდოთ 60 ტონიანი წიწვილი გვაქვს ეხლა გვინდა გავაკეთოთ 150-იანი დიახ ხო მე კიდე იქ მიწები გვინდა დავუმატოთ კიდე მიწები არის ის შოულობა რომ დავამატოთ მიწები კი ბატონო ნუ თავარი ეგ არის პრობლემა რომ მუშა ხალხი არ ყოფნის აი ეს არის დიდი პრობლემა მართლა ხო ხო და რა მაინტერესებს აი ეხა ეს მუშახელიო რო იძახით ეხა მეს რო ეთერში გავა რო იცოდეთ შეიძლება საქართველოსთან დაგიკავშირდეთ ძალიან ბევრი მუშაობის სურვილი გამოთქვათ და თქვენ შეგიძლიათ რომ აი ვთქვათ შესთავაზოთ მათ მუშაობა კი თუ საბუთები გქონდეს ყველაფერი და წესები საბუთები აქვს მე მინდა ეხა მეგობრებო ძალიან საინტერესო რაღაცა ითქვა აქ აი ამ გადაცემაში რომ ჩვენთან არის უმუშევრობის პრობლემა. ამ ევროპაში რომ მიდიხართ რაღაცა ვიღაცის ერთი ადგილის საწმედად, აგერ ჩამოდით ქართველი ხალხი არის. ყველანაირად ხელს შეგიწევთ. და ჩამოდით ეხლა შეიძლება მილიონებს ვერავინ ვერ დაკპირდეთ აქ ეხა იმიტომ რომ ისეთი პროფესიები არის რომ მაგრამ ნორმალური ხელფასი იქნება შემოთავაზებული ქართველ ხალხთან იმუშავებთ საქართველოში იქნებით ფაქტობრივად 2 საათში ხარ აქ საქართველოსთან 3 საათში ხო? ისა სასტუმრო გვაქვს ჩვენი მუშები შეგვიძლია დავასახლოთ. კიდევ ოჯახებით ჩამოვიდნენ დავასახლეთ. რას ლაბარაკობთ? 3-4 ოჯახს დავასახლეთ. თქვენ გენაცვალეთ, აი მარტო ამიტომ ხირდა აქ ჩამოსვლა ჩემი რა. ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთო სამუშაო ადგილებში ჩემი აქ ჩამოსვლით სამუშაო ადგილები შეიქმნება ქართველებისათვის რა და რო იძახიან ისაო ვიზებს გაგვიუქმებს ევროპაო გაგვიუქმოს თავშიც გაუხლიათ გაიკეთოთ ისე ვიზები უკან რა აგერ ჩამოხვალ არც ვიზა გჭირდებათ არც არაფერი უვიზებოთ მოდიხართ და მუშაობთ აგერ საქართველოში ხართ ფაქტობრივად რა 2 საათში ხართ აქ ქვეყანაში რა აი ეს საწყობი არის თქვენ აი ეგ მეორე კარები აქ არის ისა თორნე აჰა ისა მცხობელი არ ამყავს ქართული ლავაში გამოუშვეს ყველაფერი არის იქა და არ ამყავს რას ლაბანა და ქართველები ხო ცხოვრობენ აქ და ნუ არ უნდათ მუშაობა ვერ გამადის არ უნდათ რა არიციან ეს პროფესია ვერ გამოდის როგორც გასაგებია აჰა აი აქ არის ისა რა ქვია ეს საწყობია მან კიდევ რაფსი და ეს მანქანები იმაზე მუშაობენ ხო? ეს მანქანებიც ჩვენიაო. გასაგებია. საკმაოდ მასშტაბური არის ყველაფერი. აი ხა რო უყურებ, აი გულს უხარია მარტო რა, რომ აი ამ ყველაფერს ხედავ რა, იმიტომ რომ ეს არის მართლა დაუღალავი შრომის შედეგი. ახლა ვიღაცას გონია ეხლა ჩამოხვედით და უცბად. რამდენი ხანი დაგჭირდა თქვენ რომ აი ამისთვის მიგეღწიათ ეხლა რაც გაქვთ? აქ მე მუშაობ 40 წელია ეს ფირმა არის. 40 წლიანი მუშაობი. აი ეს როდის დადეთ ეს შედეგი ახლა რაც გაქვთ აი რა რამდენი ხანი დაგჭირდათ. აი ეს ბაზა ეს ყველაფერი. ერთი 5-6 წელი დაგჭირდა. აჰა. გასაგებია. 5-6 წელიც არ არის ახლა ბევრი პრინციპში. ანუ ესე იგი თავიდანვე კარგად დაიწყეთ თქვენ მუშაობა და ამიტომაც მიიღეთ ეს შედეგი. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. აღტაცებული ვარ. თქვენ რომლიდან იწყებთ მუშაობას ყოველდღიურად საფხულიდან? და პუნქტი 5 საათზე. მოდივარ და 6 საათზე პლანერ გვეწყობა და გადივარ მუზეუმში. 5 საათზე. ხო, აი ვიღაცას გონია იოლი ახლა აქ დააჯდები, წამოსკუბდები აქა ფეხი-ფეხზე გადაიდებ, გონია ეგრე და 5 საათზე, დილის 5 საათიდან რომლამდე მუშაობთ? 11-12 საათამდე. ტექნიკას გავაჩერეთ, ხალხს მივრეკავთ. უბორკა ეგ ერთი თვე ძალიან დაძაგული გვაქვს. აჰა. სანამ უბორკა მიდის აქ
დიახ. მალე უნდა დავიღოთ ან წვიმა ან სეტყომ არ გაგვიფუჭოს ეს მოსავალი. ეს მანქანები მუშაობენ ხორბლის აღებაზე, ხო, რამდენადაც მე ვიცი. მაგრამ ესეც ნაწილია 1 2 3 4 5 6 ერთი 10 მანქანა დგას აქ, ხო? იქ კიდევ იქ ბრიგადაზე ხო კიდევ სხვა მანქანები. აჰა, ამით იღებთ მოსავალს. ამით ვიღებთ, ხო. აჰა. მოსავალს ამით მე რომ ვთესავთ ის ვიყენებთ ამ მანქანებს. აჰა, გასაგები. სათესი მატერიალი ამით გავაქვს ყველაფერი. ძალიან მაგარი. ეს ასეთი რამდენი ყავთ კიდე ესეთი მანქანა? 10 კამაზი ყავთ. ეს რა არის ეს რა ტერიტორია? ციცხვილია, იქ აქაც ციცხვილია ითქვის. აქაც ეს ხორბალსი ბაშვები დამუშავე. ხო, მათ ხორბალს ოფყავთ ხვილზე. აქაც კიდევ მე ეს თქვენ რო ხორბალს იღებს, ყველას თუ ხორბლად იყენებთ, იდარჩურებთ. ზოგსა ვქავთ, ზოგი ხორბლად ის ხორბალ ეგევე ვყიდით ხორბალს. ზოგი ერთ რომელიც სათესლია, იმას ვასუფთავებ და ცალკე ვიყენებთ სათესად. შემოდგომითო დავთესოთ. გასაგები. აი ხა ჩვენ ვიყოფებით მინდვრებში, სადაც ეს თქვენი მინდვრები არის, ხო, ამას ამუშავებთ. აი ხა ეს არის მომზადებული უკვე გაზაფხულისთვის, არა, ეს გაზაფხულისთვის არ გამზადებული. გაზაფხულისთვის. გაზაფხულზე დაითესება. აი ეს გაზაფხულისთვის უკვე აქ დაითესება ეს ყველაფერი. ეს არის რა ნაწილი მიწის თქვენ რაც აგაქვთ, ხო? ეს რამხელა კომბაინია, კაცო, ეს ტრაქტორია. ეს ტრაქტორია. შეხედეთ რამხელა ესეთი რამდენი ყავთ? 2, ხო? ხო, 2 ესეთი. რამხელა ეს არის. ეს ვისი გამოშვება არის? ამერიკული. ეს ამერიკულია? ვახეთ რამხელა ის არის რა. ძალიან მაგარი არის რა. ამაზე ტრაქტორისტი ვყავს ქართველი ბიჭი. და ესეც ვანახოთ. ეს ობიექტები ესენი რა არის აი აქ? აქ სარემონტო ბაზა, ეს მეორე ბაზა მაქვს სარემონტო აქ. ეხლა ჩვენ სხვა ტერიტორიაზე ვართ უკვე წობოში. ეს ბრიგადაა ჩემ. აქ ვარემონტებ ტრაქტორებს. თელ ტრაქტორები ახლა შიგარიან დიდი ტრაქტორები, იქ მიდის დიდი რემონტი. ის საწყობები არიან, იქაც რაფსი, ლიონი, ხორბალი, კერი, აქ და ის არის კიდევ შეიძლება რომ შევიდეთ პაკეტილია ეს. სადა? ამაში. ტრაქტორში პაკეტილი იქნება მგონი. აინტერესებს ერთი. მაგარი ის არის რა. არ არის პაკეტი. ხო. ძალიან მაგარი არის. და ეს ახლა მე რო ამერიკიდან შემოიყვანეთ ესა? კი. და ახლა პრობლემა ხო არ არის დასანქცირების ამბავში და რაღაცის თემაში? პრობლემა ნაწილებშია. მაგრამ მაინც ახერხებთ შემოტანა. ვახერხებთ ხო. ძალიან მაგარი არის. აი ხა ამითი კაი ტექნიკაა. კაი ძალიან მშვენიერი მან ჟოსტიკი და ყველაფერი ნავიგაცია უხენია ნავიგაცია და ყველაფერს მან გიჩვენებს. აი ამ კაცს ყავს ეს დიდი კომბაინი. თქვენი სახელი და გვარი? ნათობიშვილი. ნათობიშვილი? იურა. არ გიჭირთ ამ ხელა იმის წაყვანა კომბაინის? არ მიჭირს. ამერიკული კომბაინი, რა ქვია? John Deere. და ერთ დღეში რამდენს ამუშავებთ ამით? 100-მდე მიდის. 100-მდე, ხო? გექტარი. ძალიან მაგარი. აი ესე ერთ დღეში 100 ჰექტარს ამუშავებთ, ხო? ძალიან დიდი ხანია ცხოვრობთ აქეთ. ხო, აქ დაიბადე. აქ დაიბადე. აქ შვილები რამდენი ყავს? ერთი ბავა. სწორი შვილი. ბევრი უნდა ყავდეს, ბევრი ქართველები რომ გავა. საიდან ახარ ის? აქიდან. გასაგები. ივანოვკიდან არის. ივანოვკიდან, ხო? ქართველები სადაც არის? ხო. აბა წარმატებები და გაიხარე. ბატონო ვიქტორ, აი ეს არის სოფელი ივანოვკა. აი აქ ეხა იყო ქართული მოსახლეობა ძირითადად და ეხლა როგორც მე ვიცი, ისინი გადმოვიდნენ კურსკეში, ხო? კურსკეში რაიგან სენსა. ეხლა აი აგერ ერთ-ერთი ქართველი ცხოვრობს. აი აქ მეცხვარეობა განვითარებული, ხედავთ აგერ ცხვარი ყავს ქართველი. ქართველი კაცი აგერ აი მოგესალმებით. ქართული ტელევიზიიდან ვართ და გამიხარდა ამდენი მცხვარი რო დავინახე ქართველ კაცს ყავდა. ძალიან კაი, როგორ ახარ ჯიგარ? კარგად. თქვენი სახელი, გვარი რო გითხრათ? გურამ ყველაშვილი. გაიგიმარჯოს. რამდენი სული ცხვარი ყავს გურამ? 300. 300, გაიხარე. და აი ეს ქართული სოფელი არის ივანოვკა. რამდენი დარჩით ახლა აქ? 11 კომია 11 სახლია, მაგრამ ისე
ერთი 8 ადამიანი ცხოვრობს რაღაც. ნუ 8 კომია მოსულს. მაგრამ აქ ბევრი და გადავიდნენ ახლა ხო კურსში. აქ 200 კომი იყო. არა, პირიქით, კაია, სამუშაოა, ნუ გერიდება ეს ტივის ვინი. შეცით, ეხა როგორ მარტო რამდენი ქართული ხარ შემორჩენილი ამ ივანოვკაში სულ 9 კომია. 9 კომია. 9 კომლი, ხო? 9 კომია კი. ეხა ეს რა კაი დიდი შენობები გაქვთ. ეს რა არის ეხლა იქ იმ დიდ შენობაში? ხვარი. იქ ხვარი ყავ დაბინავებული. იქ ყვითელი შენობა როა. არა, იქით ღორები არიან, აქაც ხვარია. ორი რამდენი ყავთ? ღორი, ერთი 20 იქნება 20 ღორი. 300 ხვარი. და აი აქ ამუშავებთ მიწას ასე, ხო? თავის მიწები აქვს თავად ამუშავებს. რამდენი გაქვთ მიწა? აქ სულ 100 გექტარი, ხო? ღმერთმა გაგიმარჯვოს. სოლშვილი შვილები რამდენი ყავს? 3. კიდე უნდა ბევრი გააჩინოს. ერთი შვილი ხო? ერთი შვილი. ძალიან მაგარია. ეს კომბაინი თქვენია? ხო. ხორბალს თესავთ ძირითადად. ხორბალი, ქერი, ბიონი რაღაცები. ზე კარგად აბძნობ თავს აქ, ხო? კარგად აქ დავიბადე, აი პატარა სახლში დავიბადე და გავიზარდე და ბერდები. ვა, ღმერთმა გაგიმარჯვოს. არა, კურსკოიშიც აქვს თავი დიდი სახლი აქვს კურსკოიში. და რა მაინტერესებს იცით, ეს თქვენი შვილებიც აქ არიან თუ გადავიდნენ? არა, კურსკოიში. სხვა სამსახურზე. კურსკოიში. კი. ერთი ვაენია პოლკოვნიკია ამის შვილი. ბძოლობს ახლა იქ არის? არ არის, იქ არ არის. იმაშია ახლა. იყო იქა და ახლა იმაშია. ხანტიმას ის უსულისკშია. ძალიან მაგარია, ძალიან. რა ვიცი, ძალიან მიხარია, რომ ესე იგი წარმატებული ქართველი ხართ და აგერ თქვენი მეურნეობა გაქვთ 100 გექტარი მიწა და ესე იგი კარგად ხართ. აბა მეც კი მიხარიან რომ ჩამოვიდა საქართველოსგან რა. გაიხარე. აი როგორც კი ცხრები დავინახე, მოდი გავაჭეროთ მეთქი. ჩვენ არ მივიწყებთ საქართველოსა თქვენ. როგორ შეინარჩუნეთ ეს ქართველობა? ბევრი ხართ და ლაპარაკობთ, ხო? კი, ქართული აბა ქართულს. როგორ უნდა შევიჩინოთ ჩვენ დედაენა ქართულიანა და. ავიცი, გამარჯვებული იყავი, გახარებული და სულ მაგრა იყავი. დავარგურა, აბა წავედი. კალახია აბა. გაიხარე, აბა თქვენ. ნო ვიქტორ, ესე იგი ეს თქვენი მიწებია, აი აქ ამუშავებთ თქვენ აი ამ მიწებს. ეხლა ეს ხორბალია დათესილი, ხო? აი ვანახოთ მაყურებელს, მეგობრებო. ესე იგი აქ უკვე დაითესა და სამთარი ამას ეხა და თოვლი და ყინო არაფერს არ უყავს. არაფერს არ უყავს. უკვე ესე მზად არის ესე. აქ ისეთი სორტია რომ სიცრების არეშინია. არეშინია, ხო? ნახეთ რამხელა გადაჭიმული ვის არის? აი ეს სუჩემ მინდვრებია ეს. ძალიან მაგარი ადგილია. და რა მაინტერესებს? ეს ეხლა იქითაც თქვენია, აქითაც თქვენია. ესე იგი ეს არის რა ყველა აქ არის კონცენტრირებული. რამდენი გექტარია რა თქვი თქვენ სულა? აქ ამ ჩემი სოფელთან აქვს 1200 გექტარი. აჰა. აქ არის 1200 გექტარი. ეს ჩვენი სოფლის გვერდზე არის. სულ რამდენი გაქვთ, რამდენი სულ 6000. და თქვენ რა მაინტერესებს? აქედან ყიზლარის საძოვრებზე რომ მიყავდათ ქართველებს ეს უნდა გაევლოთ, ხო? აი ეს ჩვენი არა, აქ არა, იქით არის 30 კილომეტრა ისე გადიოდა გზა. და ბევრი მიწები, საქართველოს მიწები იყვნენ ადრე. ხო. იქ არც უნდა ეხნა და არც უნდა შედიოდა ის მიწები იყო ქართველების გამოყოფილი. და ისე გადიოდა საქართველოს სხვარი ყიზლარში. და ეხლა კი უჟე გადახნეს უჟე. то ადრე იქ ვერც შედიოდა, მაგრამ ქართველები გადიოდნენ და მოდიოდნენ. ანუ საქართველოს დაქვემდებარებაში იყო ეს ყიზლარის საძოვრები. სულ საქართველოს იყო. და მე როდის დავკარგეთ ეს ჩვენ? აი ეს დემოკრატია რო წავიდა და როცა გაიყვნენ ეს ქვეყანა რესპუბლიკები რო დაიშანენ და ეს ყიზლარის ხალხი ვინც მიდიოდა ბევრი აქ დასახლდა. ბევრი მოვიდეთ ნახეს აქ მე ეწონა და აქ დასახლდნენ ჩვენ სოფელს. ვისაც მიყავდა ეს საძოვრებზე? საძოვრები. რამდენი ადამიანი იქნება მაინც ეგეთი? 20 ადამიანი მაინც არის დასახლებული აქ ყიზლარიდან. აჰა, გასაგებია. მე მე შენწავიდნენ საქართველოსთან თავი ოჯახები გადმოიყვანეს. ყიზლარი აქიდან რამდენი კილომეტრში არის? ეს ახლა ივანოვკა ასოფელია? ივანოვკადან ყიზლარამდე რამდენი არის ახლა? 160 კილომეტრია. და ეს 160 კილომეტრი მიყავდათ ეს ხვარი აჩერებდნენ აქ მერე და აქ ჩერდებოდნენ მერე აქ. მე მიდიო აგზელებდნენ გზას. და ეხაც არის ხო იქ განვითარებული ეს მეცხოველეობა. არიან იქაც ყიზლარშიაც არის ბევრი ქართველი ხალხი დაციანი. თვითონ ყიზლარში. ხო. გასაგებია. ეხა ჩვენ ვიყოფებით ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში
რომელიც აშენდა ბატონი ვიქტორის ხელმძღვანელობით, მისი დახმარებით. ბატონო ვიქტორ, აი ეს ეკლესია თქვენ ააშენეთ, ეგ პატარა სამლოცველო, იქ მეორე სამლოცველოა კიდე და ტერიტორიაც თქვენ გააკეთეთ, აქ ამას ვნახავ ჩვენ. ეს როდის გააკეთეთ ეს ყველა? ეს ყველაფერი ჩვენ ავაშენეთ 1999 წელს. დიახ. როცა ჩვენი ხალხს უჯერ არ შეეძლო საქართველოში გადასულიყავი და იქ საკლავი გადაგვეყვანა იქ დამოჟნები იყო და ყველაფერი როცა გაჩნდა ვეღარ წავედი ვერ გავდიოდი და ავდექი და აკავაშენ. აქ მამაპაპური ჩამოტანულია ეს ორი ქვა. ეს ორი ქვა არის მლეთის ეკლესიიდან ტაძარიდან ჩამოტანული ეს ორი ქვა. ესენია ჩამოტანული 1950 წლებში. ეს ქვები. ხო. ხონდა ეს ქვები ეგრევე დავტოვეთ აქ და აქ ავაშენეთ. ჩვენი ხალხი აქ მოდის ახლა და აქ ვილოცოთ, აქ საკლავები იკლება, იქ დაგაჩვენებთ მე. კი ბატონო. ას მეორე ისიც არის კიდე აქ ნიშა. ეს მეორე ნიშა ააშენა ჩვენი დეკანოზმა და ჩვენი ხალხმა. კი ბატონო. მინდა რომ აი ეს ჩვენ აქ ვინც ამას ასრულებს, ბატონი კაკო პავლე. ბატონი კაკო პავლეაშვილი მინდა მოვიწვიო, რომელიც გვიამბობს მის შესახებ. მოგესალმებით ბატონო კაკო, თქვენ ასრულებთ აქ გარკვეულწილად აი ამ სასულიერო ფუნქციას, თქვენ ეხმარებით ვრევს და თქვენი აშენებულია ეს მეორე ნიშაც აქ, ხო, მე როგორც ვითხრა ბატონმა ვიქტორმა, მინდა რომ ვანა. ჩემი ამშენებული კი არ არის ეს ხალხის. აი რო გითხარით, აი თქვენ თან ფერმერი ხართ, თან გარკვეულწილად ასრულებთ აქ გარკვეულწილად ფუნქციებს, აი თქვენ შესახებ რო გითხრათ, აი რას აკეთებთ აქ, როგორ საქმიანობთ? რას ვაკეთებთ? ხალხი მოდის, როცა ხატობა მოდის, დღეობა. დიახ. მოდიან სანთელს ვანთებთ, ვამწყალობენ თუ ლოცავთ, დიახ. როგორც ეკუთვნის. როგორც გვასწავლა ჩვენი მამა პაპამ. დავლოცავთ, მე ჩავდივართ ქვეითა და კეიფონთ, რაღაც დროს ვატარებთ, ხეარულობთ. გასაგე. და თქვენ აი ამ ყველაფრის ორგანიზატორი ბრძანდებით და ეხმარებით ყველაფერს. თქვენთან ფერმერული მეურნეობაც აქვს, ხო? ხო. თქვენი თუ ბატონ ვიქტორთან ახალ და თავისი აქვს. თქვენ რამდენი მიწა გაქვთ? მე არა მაქვს ბევრი მიწა, ცოტა მაქვს. ცოტა რამდენად? იგი 10 ჰექტარი. კუნელი ყავს. საქართველოში 10 ჰექტარი, ესე იგი ბევრად ითვლება და ნუ ცოტა მაქვს, ისე თქვით ვიღაც 3000 კვადრატული მეტრი. გასაგე. ფერმა აქვს თავისი. და რა გაქვთ თქვენისა? რამდენი ფერმა გაქვთ? ნუ ვაშენებთ საქონელსა, ზღვარსა, მოზრებსა, ღორებსა, ფრინველსა. თქვენი ისა გაქვთ. ცოლშვილი? ცოლშვილი, ორი შვილი მყავს, სამი შვილიშვილი. აჰ, ღმერთმა გაგიმარჯოს. და როგორ აგრძნობ თავს? აი უკვე დიდი ხანია თქვენ აქ დავადებიდან აქ ახართ თუ ჩამოხვედით? 67 წელიდან ვართ აქ ჩამოსულები. მშობლების 67 წელს ჩამოვიდნენ. და იმ შემდეგს ვაქავართ. ძალიან შესანიშნავია და როგორ ანუ ადა ფაქტობრივად უკვე როგორ საკუთარ სახში ისე პრინციპში აქ დაბადებული გაზრდილი ხართ და ხო, დაბადებული იქაა საქართველოში, ლეინგორის რაიონში. ეს ახალგორი. ხო. სამთვისები ვიყავი რომ ჩამომიყვანეს მშობლები აქ. იქ გაქვთ რამე შენარჩუნებული? არა, იქ არაფერი. აჰა. და ეხლა მინდა რომ ვანახოთ მაყურებელს. აქ არის ქართველების სასაფლაო, ხო? აი ეგერ კიდე აი ვანახოთ. აი ეს ქართველების სასაფლაო, ხო? აქ მარტო ქართველები მარხია. მარტო ქართველები. აი ეხლა აგერ შევნიშნე რუსეთის დროშა ეს სათყობა დასაფლავებულია ომში დაღუპული არის, ხო? აი ვანახოთ აგერ სოდა სადაც დროში ბევრია დაღუპული ისე ომში. არიან, იქით არიან კიდე იქით. რამდენი იქნება მაინც ბატონო? 5 კაცია. 5 კაცი მარტო ამ კურსკიდან, ხო? ჩვენ წოფლიდან. თუ ივანოვკიდან არის 5 კაცი დასაფლავებული მარტო. ქართველი ღმერთმა ნაცერში ამყოფოს მათი სულები ღმერთმა რა. ძირითადად ეს სასაფლაო როდის გაკეთდა, აი რომელი წლიდან არის? 1912 წლიდან არის, ესე იგი 1912 წლიდან არის მეგობრებო, ესე იგი ეს სასაფლაო და ქართველების იყო ეს სასაფლაო ყველა ქართველი ვინ და ესე იგი 1912 არის ეს ქვები შემორჩენილი ეხლა? არის. აი იქაც არის. კი ბატონო. ბანია.
ჩავიდეთ აქა და ვანახოთ, ესე იგი რა ლამაზად არის მოწყობილი ყველაფერი. ეს არის ადგილი, სადაც უკვე აქ არის ჩამოდიან ლომისობას და ხალხი, ნახე როგორ კარგად არის გაკეთებული ყველაფერი. ყველაფერი არის დამზადებული. ეს არის თვითონ აქ არის, ესე იგი ზარი არის ჩამოკიდებული. ამ შენობაში რა არის, ბატონო ვიქტორ? საკლავი რომ მოდის, აქ მოდის. ეს არის საკლავი აგერ მოდის აქ. ნახეთ, მოდი ვანახოთ. მოდი მოვიდეთ ვანახოთ. აქ იმდენია, რამდენი საკლავი იკლევა ისე, აი რო შემოდის. 100-მდე. 100-მდე? ო, 100 საკლავი იკლევა. 100-მდე ეს ცხარი თუ ცხარი, ასომ ცხარი. ზოგი მოძებს საკლავს, ზოგი ცხარცხა. ნუ მეტი წილი ცხარია. სასაკლავენ. გასაგები. აქ ატყაებენ, ყველაფერს აქ ამზადებენ, აქ საი სპეციალურად გაკეთებული რომ ჭიმა იყოს ან სიცხე, აი აქ ხალხი შეყუდებული და ყველა თავი იმას აკეთებს. აქედან მიდის იქ. ის რა არის, აი ეს ნიშები როა თეთრი. ეს ყველა საიდან რომ ეკუთხიდანაც ჩამოსული, იმათ თავიანთ სალოცავით ჩამოიტანს, ადრესე აი იყო, ნიშებით იყო გაკეთებული. ეს ორი არის, ხო? ხო. ორი და ერთი აი მაღლა კიდე. აი შემოღობილი როა ის რა არის აქ იგი? იქით უჟე სასაფლაო იწყობა. იქ სასაფლაო არის იქ. ხო. იქით სასაფლაო ეს. აი ხა ეს ტერიტორია შემოღობილია ლამაზ. აქ ხალხი ჯდება უკვე, როდესაც სუფრა კეთდება, ხო? აი აქ მნათები გამოდიან რიგში დგან მნათები. მნათები რომელიც ემსახურებიან აქ აი აქ პასუდა ყველაფერი აქ არის. სასმელს ყველაფერს კიდულობენ, აქ გააწყობენ პურმარის მნათები. და შენ ნოტო მოგაქვს შენთვის თუ რამე გჭირდება დაცალევი და რაღაც სასაჭმელი. საჭმელს აქალაგებენ. მე მნათები ხორცებში. ნათები ეს რას ნიშნავს? ნათები ასე ნიშნავს, რომლებიც აქ ვალდებულებია, რომ აქ მიემსახურონ ხალხს. და ყოველ წელს ახალი გვარი. ანუ მაგალითად ეხა წელს რო იქნება ეს ისა, პაგანი პავლიაშვილი მოემსახურებიან სიტყვაზე, ხო? მომავალ წელს მოვალ ხაძელაშვილი. მე სეთურიძეები, ანუ ყოველ წელიწადს ახალი გვარი ემსახურება ამ ხალხს. აი ნახეთ რამხელა, რამდენი კაცი ეტევა ახლა იქ ეს გაკეთებული? 300 კაცი ეტევა. 300 კაცი ეტევა. თუ არ ყოფნის მე იქითაც ეს პატარა პლაშატკა გავაკეთეთ ბავშვებს საწეკობაზე. ხო. და ეს ლომისობას არის ძირითადად გიორგობას. ლომისობას. კიდე არის სხვა დროს თუ მარტო ლომისობას იკრებენ? ლომისობას იკრებენ და გიორგობას. კაშოთობას. კაშოთო წმინდა გიორგი იყო კიდევ. კაშოთობასაც ვიკრებებით. ეს რა შენობა ეგ რა არის? აქ წამოგაჩვენეთ, აქ გვაქვს პასუდა. ჭურჭელი. აქ წყალი ყველაფერი შემოყვანილი გაქვთ, ხო? წყალი მოგოქვს, აი გვაქვს, აგე წყალი. მოგაქვთ. და თვითონ ჭა არ არის აქ, რომ აი წყალი როგორ არის აქ თვითონ? არის, აი არტიზიანი დგას აქ. და აქ არის ჭურჭელი, ხო? ხო, აქ არის ჭურჭელი, ყველაფერი აქ არის. მშობები. ყველაფერი ნაყიდია, აპრეზი და ხალხი მოიდეს აქ პატის სამწყვლას. აქ ხორცი იჭრება. აი იქ იჭრება ხორცი და იქ იხარშება. იქ დიდი ჩანები გვაქვს, დიდი ხობები. აბა, ესე იგი აქ იჭრება ხორცი, ხო? ხო, აი აქ იჭრება ხორცი. აი ეს იმისთვის არის მოტანული. აქ კიდევ დიდი ისენი გვაქვს ხობები. აქ იდგება 3 ხობი. და აქ აი შეშაც აქ არის და აქვე ვადუღებ და აქიდან მიდის მე მოხარშული ხორცი უკვე მაგიდაზე. ძალიან მაგარია, სამბეშტავი არის. მე სხვათა შორის ჩემ და აქ მე ბატო ჩვენ სოფელი არ გუჩდება. აქ სტაროპოლიდან მოდიან, კისლოვოდსკიდან მოდიან, გიორგიევსკი, ბუდიონოვსკიდან ქალაქებიდან მოდიან ყველა ქართველი და ქართველები არიან ყველა. ქართველები კი. მარტო ქართველები, გასაგებია. ძალიან შესანიშნავი ამბავი არის. იხარია გულით, რომ აი ესეთი რაღაცები ვინახავთ მამაპაპურ ტრადიციებს ვინახავთ. მომავალი თაობა თუ არის ჩართული ამ ყველაფერში, აი თქვენ ახლა გასაგები ამ ყველაფერს აკეთებთ, ხო? აი თქვენი შვილებიც მიყვებიან ამ ათათებს ყველაფერს. როგორ არა შვილები მოყვასწავლით, ვაჩვენებთ. იმიტომ რომ გაგძელეს ეს ტრადიცია. გაგძელეს რა ჩვენ უნდა დაუტოვოთ შვილებს უნდა დაუტოვოთ ეს ყველაფერი. აქ რომ მოდიოთ ჩვენ ოჯახებით მოდივართ შვილები და შვილები მოყვანან აქა. დიახ. ილოცებიან აი ჩვენ დეკანოზი სანტებს ლოცავს და ჩვენი შვილებსაც ვასწავლით.
როგორ მაიგიცენ, როგორ ჩვენი მამა-პაპა რას ჩვენ გვასწავლოთ, ჩვენც უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს, რომ აი ეს ტრადიციები არ დაივიწყოთ ჩვენ, რომ ყოველწელს მოვიდნენ აქ. ქართველების გარდა სხვაებიც მოდიან თუ ძირითადად არიან მოდიან. ოსებიც მოდიან. რუსებიც მოდიან. რუსებიც მოდიან. ჩვენები მოდიან. მოდიან. ქრისტიან ხალხს ვისაც მოსვლა უნდა. გასაგები. და ძალიან მაგარია, ძალიან. აი მოზდოკიდანაც წელსაც მოზდოკიდან იყვნენ ჩამოსული ბიჭები. დიახ. აქ და ჩვენთან იგივე არის რომ არ დავპატიჯოთ ვისაც მოსვლა უნდა. თოთ მოდიან, პატიჯარ უნდა. თვითონ მოდიან. საყოლის ესე იგი ცხარი იკვრება, ძროხა იკვლება, ღორი არა ხო? არა, ღორი არა. არ შეიძლება. არა. ხოსაც რო ვკლავთ, არ შეიძლება მწვადის გაკეთება, უნდა მაიხარშოს. მოხარშოთ აქ. მარტო ხოდ მოხარშოს. შეწვათ არ აკეთებ. არა, შეწვა არ შეიძლება. გასაგები. საკლა იკრია მარტო მამლები. მამალი. ჩვენთან ცოტა სტროგოთ არის. გასაგები. და იქ ლომისობას როგორ არის? ბავშვებსაც ეგევზით, ცოტა სტროგად. ჩვენთან ქალმა რო ბიჭთან გაიაროს, იმ ხალხზე ქართველი ბიჭი აღარ დაინიშნება. გასლობა. ნო, ჩვენთან ეგ წესია. ოჩა ქალმა რო გაიაროს, აი უბრალოდ რომ მოეწონოს, გავლას ეხა თქვენ სხვა რამე სხვა რგული. არა, აი რომ ქალს მეეწონა ვიღაც ამბის მეეწონა და ეუბნებთ, აიდეთ გავიგოვლაოთ იქით აკად. ის კი არა რა ყოცნა და ის. აი პროსტა დაინახვან ჩვენი ბიჭებმა რომ ვიღაც ჩვენი ქართველი ქალი დადის ან რუსთან ან სომეხთან და მე იმაზე აღარ ქართველი აღარ ინიშნება. ერთი არის ამხელა ის არის ხა თქვენ ჰომოფობაში მაშინ დაგდებთ რა. ესე იგი ქართველმა კაცმა რო დაინახეს რომ თანასოფლელი ქართველი გოგო ვიღაცასთან უბრალოდ კინოში წავიდა თეატრში. ან მანქანაში ვიღაცა წავიდა. ან მანქანაში ჩავიდა რაღაცა იმას მე აღარ მოიყვანს ქართველი კაცი ცოტა რა. ვა, ეს ეხა პირველად გავიგე, ნახდათ არ ვიცოდი და ეხა თქვენ რო საქართველოში იცოდეთ რა ხდება, შეიძლება აქვე თავი მოიკლათ და ჩამოიკიდოთ იქ საქონელის მაკიდა და იქ რო იქნებიან რა. რაც ეხლა ხდება ჩვენთან. რასაც ტელევიზორს ჩვენ უყურებთ, არ აგვჯეროს რომ ეგ საქართველოში ხდება. ხო გვაქვს ყველას გვაქვს საქართველოს ტელევიზიონის შეერთებული სახე. ზალოუსენ საქართველოს. ბედნიერები ყოფილხართ მართლა და აი ვიღაცები რო იძახით რუსეთში ხო არ გინდათ გაიღვიძოთ. აი ამბებს რასაც ყვება ეს ხალხი მერე უფრო მინდა კიდე აქ გაღვიძება რა ეხა კიდე უფრო მეტჯერ მინდება ხოლმე აქ რომ გავიღვიძო ასეთ რაღაცებს რო გებულოთ რა ვინც ლოთია დაჟე ის არ მოდის აქ აი ზოგი ხო არის რომ ლოთობენ ისინიც არ მოდიან სხვენიან თუ ჩვენი გაგიჟდები რა მადლობა დაუწვილი ღმერთსა ნარკომანებს ჩვენ ქართველებს არ აღვავს აქ ხო არც ერთი ქართველი არ არის ეხა ჩვენ ვიყოფებით ნიშასთან რომელიც აიგო 1942 წელს და აქ არის გამოსახული ყველა იმ ქართველის გვარი, რომელიც გარდაიცვალა ჩვენ სოფლიდან. თქვენი სოფლიდან ივანოვკიდან რომლებიც არიან წასული და მინდა რომ აჩვენოთ მაყურებელს ახლა აი ამ ბორელიეფზე, რომელიც აღადგინა მერე ბატონმა ვიქტორმა
იმიტომ რომ სავალალო მდგომარეობაში იყო, ხო ესეა? და აქ არის ესე იგი ქართული გვარები, მეგობრებო. ბედოიძე, ბერიანიძე, ბურდული, გაბრილოშვილი, გოგიჩაშვილი, ზაქაიძე, ზანგუროშვილი, ქავთარაძეები ბევრია. კაბაური, კობაიძე, ნადიბაიძე, ნარაიძე, ნარიმანიძე, პაპიაშვილი, უპოკუტნი, რუსებიც გამოერევიან აქა. როსტიაშვილი, სუხაშვილი, სვენაიძე, თეზელაშვილი, თეთრაძე, ხურიშვილი, წამალაიძე, ციკლაური, წამალაიძეს პლომაც არის, ხო. და აი ეს არის ყველა სამამულო ომში გარდაცვლილი ხალხი, ხო, ბატონო ვიქტორ. ეს ჩვენი სოფლიდან ყველა კიდევ გვაქვს პისოკი ერთი პლიტა კიდევ უნდა დავდოთ. ვინები არის, რა გვარებია ახლა იქ? ეხლა ჩემი პაპებია იქ, კიდევ ბევრები. რა გვარები არის, გვარები? ხადილაშვილები, პაპიაშვილი კიდევ ერთი არ ჩავწერეთ. კიდევ არიან სოხიშვილები, მარტიაშვილი არ არის ჩაწერილი. და აქ გადიოდა ფრონტის ხაზი, ხო? აქ გადიოდა, აი რომ ვიყავით, აი ნაპირზე მიდიოდა ფრონტის ხაზი. იქიდან მოდიოდნენ ჩვენი ჯარი და აქიდან კიდევ ამ მხაროზე იდგა ნემეცი, გერმანელები. აი აქ იდგა გერმანელები. ეს რომელ წელს მოგვადგა გერმანია ჩვენ? 42 წელს. ანუ მოადგა აქა უკვე შემოვიდნენ ესე. შემოვიდნენ აქ იყვნენ. ესე აქიდან მიდიოდნენ ბაქოში მიდიოდნენ ეს ჯარი რომ. არა აქ შევაჩერე ჩვენ. და ეს ხალხი ქართველები აქ დაიღუპნენ, არა აი ამ ზოგი აქ დაიღუპა, ზოგი წასული იყო და ფრონტზე. და რა მაინტერესებს? აქ ეხლა გერმანული თუ ჩატარდა მაგალითად კვლევები, ანუ ეს არქეოლოგიური გათხრები. აქ არა. ანუ აქ აი იქით ჩატარდა, იქ ბურნებში ჩატარდა. იმიტომ რომ აქ ბევრი ჯარისკაცების ის ამოვა, რაღაცა ნივთები, იქ თოპ იარაღები და რაღაცა არის ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს მაგის იმას. დღესაც აკეთებენ. აქაც დადიან აკეთებენ. და ამოვაქვთ მე ეს ნივთები. ეს თქვენ აღადგინეთ, ხო, ბატონო ვიქტორ? ხო, მე ეს ადრე იყო აშენებული ეს რას გეუბნები 43 წელს ვინმეც რო იყო აქ აღაშენ. აქ რომლებიც დაიხოცა ჩვენი ხალხი, აქ არიან დასაფლავებულები. ღამე გამახვანდათ აქა და აქ მარხავდნენ ღამე. იქ რუსებიც იყვნენ, ყველა იყო. ესენი ხლა აქ არიან დასაფლავებული. ეს ქართველები? არა, ესენი არიან დასაფლავებული. ზოგი აქა, ზოგი აი რომლებიც წავიდნენ ფრონტში და აღარ დაბრუნდნენ. და ზოგი აქ არის დასაფლავებული? არის აქაც. აქ არის ამ ადგილას? ანუ 35 კაცი აქ და დიდი მადლობა ბატონო ვიქტორ და ეხლა მე მინდა ჩვენ მოვიწვიოთ გადაცემაში სეტურიძე ნოდარი, რომელიც არის აქაური მკვიდრი, არის აქაური გაზეთის კურსკი რაიონში გამოიცემა ესეთი გაზეთი სტეპნოი მაიაკი და მისი რედაქტორი არის ბატონი ნოდარ სეტურიძე, ხო ესეა? ეგრეა. ბატონი ნოდარი არის და ბატონო ნოდარ პირველ რიგში მოდით თქვენით დავიწყოთ და მე გადავიდეთ უშუალოდ აი აქაურ ამბებზე, რომელიც ხდებოდა. თქვენ შესახებ გვიაგოთ, თქვენ აქ დაიბადეთ, აქ გაიზარდეთ, ხო? არა, მე დავიბადე სეთურებში, დიდუშეთის რაიონი. ჩვენ როცა წამოვიდით გადმოსახლდა ჩვენი ხიზანი, მე 3 წლის ავიღავ, 3 წლის ბავშვი. ეგ რომელ წელს გადმოხვედით? 1953-ში. 53-ში გადმოხვედით. გადმოვიდით აქ. და გავიზარდი აქ, ვისწავლე აქ, დავამთავრე სკოლა და მუშაობდა ხიზანი შევიწი. და რედაქტორი ხართ უკვე იქიდან მოყოლებული თუ სხვაგანაც მუშაობდით ადრე? არა, მე მუშაობდი სტაროპროშიც მუშაობდი გაზეთში
მე კურსკოეში მოეწყეთ 40 წელიწადი რადიოს პროსი ვიყავ მე რადიო. რაიონის რადიო. მე 20 რადიო დამთავრდა აღარ იყო ეს გასაგები. მე გაზეთში. ეგე 44 წელი ვარ ჟურნალისტად. გასაგები. ძალიან საინტერესოა. ცოლშვილი ცოლი მყავს, ორი შვილი მყავს, შვილიშვილები მყავს. ძალიან კაი. ძალიან მიხარია რომ ქართველები აქ ყველა პროფესია ათვისებული აქვს, ზოგი ჟურნალისტია, ზოგი ფერმერია, ზოგი ინჟინერია, ზოგი მეცნიერია, ზოგი პოლიციელია და ფაქტობრივად ძალიან ისე მოწვევ პოზიციებზე ხარ. აი ახლა აი ამის შესახებ ბატონი ვიქტორი საუბრობდა და მინდა რომ თქვენც გვიამბოთ. ესე იგი გერმანელები რო იყვნენ აქ მომდგარი და ბრძოლები გაჩაღდათ. დიახ, აი ამის შესახებ გითხრათ თქვენ რომ 1942 წელს აგვისტოში. დიახ. გერმანელები შემოვიდნენ ჩვენ რაიონში. დიახ. და მიდიოდნენ ბაქოსკენ. ბაქოსკენ, გროზნისკენ, სადაც ნაფტი უნდათ მაგათ. მაგრამ ბურნები არიან ადგილი ისეთი. ჩვენი ჯარმა მან დაეხუდა. მაგრამ დიდი ბრძოლა იყო. მარტო ჩვენ რაიონში 30,000 ჯარი, ჩვენი ჯარი გასყდა. ჯარისკაცი. ხო. არ გაუშო, გერმანელები ვერ გავიდნენ, ვერც გროზნასთან, ვერც ბაქოსთან. აქ უნდა ვთქვათ, რომ სამი დივიზია ბაქოდან იყო. აქ ომობდნენ. ორი დივიზია იყო სომხებიდან, ორი დივიზია იყო საქართველოდან. ანუ საქართველოდანაც იყვნენ აქ. მასა, ბევრი გაწყდა. ქართველები რამდენი იქნებოდნენ, რამდენი დაიღუპა. ეხლა ეს არასრული სია ეხლა აქ არის სულ რაღაც აქ მარტო ნიშნავს რომ ჩვენი სოფლელები დაიღუპნენ, დაიკარგნენ. მაგრამ ისე უამრავი ორი დივიზია რამდენი ქართველი იქნებოდა? ბევრი, მაგას ვინ ვითხოვს? ორი დივიზია ცოტა არ არის. ბევრი გაწყდა ეს. ბევრი გაწყდა, მაშა ბევრი გაწყდა. აქ ეხლა ესე იგი აქ ვიდიოდა ბრძოლები ესე გამადგილი. ხო. ეს სისხლით მორწყული მიწა, ესე იგი ესა რა. ბევრი სისხლი დაიღო რა. აქ სატანკო დივიზიებიც იყო ალბათ. სატანკო დივიზიები? თან გაშლილი ფონი. აქ არა დიდი სოფელი არ არის აქ კიროვი. მან იყო ტანკების ბრძოლა. ჩვენი მხრიდანაც და გერმანელების მხრიდანაც. ბევრი დაიღუპნენ, მაგრამ მან დაცა. დიახ. გასაგები. ეხლაც იგივე ბრძოლა მიდის ფაქტობრივად რუსეთის არმია ებრძოლება გერმანელებს კურსკში. ეხლა ეს არის კურსკი რაიონი და ის არის კურსკი და კურსკი ობლასტი. იქაც გერმანული ტანკები დადის და გერმანული ტანკები უტევენ რუსეთს და დეჟავივა. ეხლა აგერ ნახეთ სასაფლაო თუ აი ეს ქართველები დაიხოცდნენ მაშინდელი ფაშისტების წინააღმდეგ აგერ ეხლა ეს ქართველებიც ფაშისტების წინააღმდეგ დაიხოცნენ მარტო ამ სოფლიდან 5 ქართველია დაღუპული და კიდე რამდენია წასული არა საუბრად არა და იმ ტვინ გაყინულებს მინდა უთხრა რომ აი ეს ბრძოლა ფაქტობრივად ესეც სამამულო ომი არის რა მე თუ მგიტყვა ესაც ეგრეა იმიტომ რომ ებძვის დღეს რუსეთს და დღეს ებძვის აი ამ ჩვენს არ ვიცი მე უამრავ თანამემამულეს ებძვის ის მახინა რომელიც იყო მაშინაც ფაშიზმი ევროპიდან წამოვიდა და ეხაც ფაშიზმი მოდის ევროპიდან რა აი ეს არის სიტუაცია მე მინდა დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო დარდა რაც მე გულით მინდა ვთქო დღევანდელი დღეს რაც გვაწუხებს ჩვენ საქართველოში ჩვენ საქართველოში გაიგონ ჩვენმა საქართველოში ჩვენმა ხალხმა რომ ჩვენ მხარეზე და სადაც ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთშია. ცუდი საქმე არ ყოფილა ჩვენ მხარეზე რომ დავემდუროთ ამ რუსეთს. კი ბატონო. ეგ ჩვენი სახლი არის, ჩვენი ოჯახი აქ არის. გული გთქვია მართალია საქართველოში რაც ახლა ბრძოლა მიდის ღმერთს ვეხვეწები რომ დაწყნარდეს ეგეთი ამბავი. გასაგები. თამარ მეფე რომ ომობდა თურქებთან დიახ მაგას ხო ქონა გრანიცა საზღვა შავი ზღვიდან კასპამდე. ო, მაგ დროსაც ჩვენი ჯარის ხალხია დაცენილი დაგესტანში.
აჰა. ხო და ის ხალხი რომ მეომარი ხალხი რომლებიც იყვნენ ისინი დასახდნენ პირველები ამ სოფელს. გასაგები. შემორჩენილი აქვს მე ქართველობა თუ? კი. აი ახლა რომელი ეს არის რომელი რაიონები ეგა? ეგ არის ყიზლარში, არის ბუინახში, იქ ბევრი რაიონებია მაგათ. გასაგები. ჩეჩნეთში ბევრი არის. და იმ დროს დაჩენილებია. ანუ თამარ მეფის დროიდან არის, მაგრამ ქართველობა აქვს ჩემონა. იციან ქართული. იცი და, მოშა. აი ხო ჩემი ნათესავი დაინის და ყიზლარიდან მაიყვანა ქართველი კარი. შერმანდინია გვარი. მაგარია. ძალიან მაგარია. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიყოფებით სტავროპოლის მხარის კურსკის რაიონში ალექსანდრე ქაწაშვილთან, რომელიცაც აქვს თავისი საგზაო სარემონტო ფირმა, რომელიც აგებს გზებს სხვადასხვა რუსეთის რეგიონში, ძირითადად კურსკის რაიონში. და ეს ნამდვილი ქართველი კაცია, რომელსაც საკმაოდ სოლიდური ფირმა აქვს, როგორც ბევრ ქართველს რუსეთში. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. აქ თქვენ უფრო გიცნობდნენ ალე ქაწაშვილს, მაგრამ როგორც ქართველებს შევჩვევთ, ცნობილ როგორც ქართველებს ჩვევია, ჩვენ უნდა მაინც გაგაცნოთ, გავაცნოთ თქვენი თავი მაყურებელს, როგორც ალექსანდრე ქაწაშვილი, რომელიც არის ბალთადან, აქ აგრძელებს თავის მუშაობას. ძალიან წარმატებული ქართველია და მე ეს ძალიან მახარებს, ამიტომაც ორმაგად მიხარია წარმატებული ქართველების წარდგენა. თქვენ ბატონო ალექსანდრე, როდიდან დაიწყეთ აქ დაიბადეთ რუსეთში თუ ჩამოხვედით თქვენი წინაპრები, აი თქვენ შესახებ რო გითხრათ, ჯერ თქვენი შესახებ გვიამბეთ. მე დაბადებული ვარ საქართველოში 1955 წელს. ვიყავი 4-5 თვისი ვარაუდით და რომ ჩემი მშობლები გადმოსახლდნენ, გადმოვიდნენ აქათა საბჭოთა კავშირი არსებობდა მაშინა გოროდ ორჟონიგიძე იყო და სოფელი ბალთაში დასახლდნენ. აი 55 წლიდან 1955 წლიდან ვიმყოფები ვცხოვრობ სოფელი ბალთაში. ბევრია ქართველები ხო სოფელში? სოფელ ბალთაში არის ქართველები ვარაუდით 300 კომლია და 85% ვარაუდით ქართველები არიან. და რაოდენობრივად რამდენი იქნება ეს? აი 3000-4 2500 კაცი იქნება რა, მეტი არ იქნება და პატარა სოფელი არ არის. ესე იგი სამხრეთ რუსეთში ალბათ ყველაზე მეტი ქართველი თქვენთან ცხოვრობს, ხო? კი, სამხრეთ რუსეთში სულ ყველაზე კარგი დაჟე ჩვენი სოფელი დაარქვეს. ჩვენ სოფელში მოსახლეობა დიდი რაოდენობა ქართველი და ქართველები და ამიტომ დაჟე ჩვენი სოფელს უწოდეს ეგეთი დასახელება, რომ ცენტრ გრუზინსკაი კულტური სოფელი ბალთა. და თან ცნობილი სოფელია ეს რაღაცა, მან თქვენ ეკლესიაც არის, ანუ სულიერების მიმართულებით, ძალიან ბევრი ის მნიშვნელია. რაღაც ისტორიული სოფელია ეს ბალთა. კი, ისტორიული სოფელია, მე уже მესამე თაობა ვარ ქართველები, ვინც გადმოვიდნენ ძირითადად საქართველოსდან გადმოსულები, ლენინგორის რაიონი, დუშეთის რაიონიდან გადმოსული ქართველები, ცხოვრობენ დიდი ხანია. პაპა ჩემის მამა გადმოსახლდა და იქიდან ვიცი რომ გადმოცევით. დიდი ხანია აქ ცხოვრობთ. სალოცავებსაც ეხება, სალოცავები არიან პატარა ნიშები გვაქვს, ჩვენთვის ძვირფასია და დიდებული სალოცავებს ვთვლით. ვერაცხლობის სალოცავი გვაქვს იქა, ბარბარობას ნიშნავთ ისა ქაშვეთობა, ლომისის ნიში ავაშენეთ ჩვენი ძალითა ჩვენ სოფელში არიან კაი სპეციალისტები, მშენებლები და ჩვენი ძალით ავაშენეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, პატარა დახმარება გაგვიწიეს მოსახლეებმა. ხაზი გასმით მინდა ვთქვა, რომ იქ ოსემაც დიდი წილი მიიღეს, გადმოსული ოსება, საქართველოსთან გადმოსახლებული ოსებია, გვარებს ცნობილად დავასახელო, ძალიან მადლობელი ვართ და ის ლომისის დიდება გონდეს ლომისას, ლომისობა არის ივნისის თვეში არის ეგ დღეობა. და დიდი ზეიმს ვატარებთ, მოდიან ბავშვებთან ერთად, მისამე ბავშვები მოყოს სალოცავში, სამთრებს ლოცულობთ, იქა მუსიკა, მხიარულობა, მართლობასაც ატარებენ, ღუდელი ამოდის, ვლადიკავკაზიდან ამოდის ღუდელი და წინა კურთხას ატარებს და ბავშვებსაც ნათლობთ. და იქ არიან ვარაუდით 1-3000-მდე კაცი იყრეს თავს. ოსები, ქართველები, რუსები, ვისაც სრული აქვს მართლმადიდებლები ყველა იქრიფები და აი როგორც ერთი ოჯახი ისე ვართ ისეთ ყვილად ჩავატარებთ ხოლმე დღეობას სულ 5 თველით რო
ჩქარა მოვიდა. გაიხარ. ბატონო ალექსანდრე, მე რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ისეთი მრავალიშვილიანი მამაბრძანდებით, 3 გოგო და 1 ბიჭი ყავთ, როგორც მე ვიცი, ხო? კი. სწორია, 3 გოგო. დაოჯახებულები არიან თქვენ? 3 გოგო და 3 გოგო მყავს და 1 ბიჭი და გვარის გამგზელებელი. კი, უმცროსი, ყველაზე ძალიან კაი ბიჭია, მე გავიცანი ბატონი ალექსანდრეს ბიჭი, თვითონ არის სულვა კამერებთან გამოჩენა, არ მინდაოდა. ესე იგი არ ვიცი, უნიკალური ახალგაზრდა და მართლა ყველა მინატროს ესეთი შვილი თქვენ რო ყავს და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი შვილების აღზრდისათვის და ესეც ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ აი ეს მომავალმა თაობამ უნდა შუას კიდე მომავალი, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ, მიმავალები ვართ და მომავალი რჩება ამ ქვეყანას და მართლა კარგი ქართველებს ვზდით და კარგი შვილს ვზდით თქვენი გვარის გამგზელებელს და დაოჯახებულიც არის ბიჭი, გოგო, ვიცი, ყველა მადლობთ, ნამდვილად შააკით და მეც მამწონს ამის აქციელი, იმიტომ რომ გიორგიმ დაამთავრა საგზაო უნივერსიტეტი დაამთავრა მოსკოვში. 2 წელი იმუშაოდა, მე ჩამოვიდა ჩემთან სანახავად რა ზაფხულში და რომ ორი მიგდო რომ მიცკირა როგორ მუშაობთ რამე და მითხრა მამო შეიძლება შენთან გადმოვალ აქ. მოგეხმარებ კიდეც და მამწონს აქ რეგიონიო. და იმიტომ მადლობელი ვარ რომ ყურადღება მოგცე. სხვა უმისო შეიძლება გაიქცეო და პირიქითა და ვერჩი მიდგას და მუშაობს. აი ძალიან ბევრი. თავარი ინჟინრის მოვალებას ასრულებს ახლა. ვე კარგ აითვისა, კარგად ეს. თქვენი გზას გააგრძელებს მე თქვენ. რა თქმა უნდა. გააგრძელა კიდეც მე ახლა уже просто ზედა. ფაქტობრივად თქვენ ხანდა შევამოწმე ხოლმე და კარგად ეხერხება უკვე აითვისა. თან მაიწონს, ეგ მიხარია რომ მაიწონს. თავად აიჩე გზა. გოგოები მოსკოვში მყოფებიან. სამწუხაროდ რა ვიცი ახლა უფროს გათხოვილია და მეორე საშუალო და პატარა რა ვიცი. იქ არის მოსკოვში დაამთავრეს უნივერსიტეტი, დაამთავრეს ასპირანტურა, ხარისხი დაიცეს სამივენმა და იქ არიან მუშაობენ. უფროსი გოგო სახლშია, ბავშვები ყავს 3 ბავშვი. გაგიზარდა. დეკრეტში და ის ბაბუა მზადებით ის. საშუალო და პატარა მუშაობენ სამშენებლო კომპანიაში მოსკოვში. აი ხა მოდი თქვენს კომპანიაზე ვისაუბროთ, საგზაო და საგზაო ინფრასტრუქტურას ემსახურება თქვენი ფირმა, როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ ფირმა, რომელიც გზებს აგებს. აი გვითხარით, როდის დაარსეთ, რამ გადაგაწყვეტინათ ეს საგზაო ფირმის გაკეთება, რამე გქონდათ თქვენი მამა მუშაობდა ამ მიმართულებით, თუ აი რატო გადაწყვეტეთ და თქვენი კომპანიის შესახებ რო გითხრათ. რო სიმართლე გითხრა, რა ვიცი ახლა შემთხვევით არ ვიტყვი რომ შემთხვევით მოვიდა ეს საქმე. მე რო დავამთავრე სამშენებლო დავამთავრე 1994 წელში და გავნაწილდი კომუნისტების დროს ეგეთი ის იყო. სისტემა გაგვანაწილეს ულიანოვში მოხდი ლენინის სამშობლოში. 3 წელი იქ ვიმუშავე და პირველ დღიდან გზებზე მოხდი, გზებზე მუშაობდი და უფრო მემეწონა ეს გზები და მე დაუსწრებელი კიდე დავამთავრე როსტოვის საგზაო უნივერსიტეტი. და 40 წელია уже რა 1994 წლიდან სულ გზებზე მუშაობ. ვიმუშაე, ვლადიკავკაზში ვიმუშაე, სადაც 15 წელი, 7 წელი ვიყავი მთავარი ინჟინერი კავკაზავტოდორი ერქვინა. მე 8 წელი კიდევ ხელმძღვანელად ვიყავი დირექტორად იქა. მე იქიდან ბიჭები ნაცნობები იყო ოლიმპიადა რომ უნდა დაწყობილიყო სოჩაში. დამიძახეს ჩავედი იქა ლეონ ვასილიეჩ გოგლიძე, ცნობილი პიროვნებად, მაგარი დამსახურებელი მშენებელი რუსეთის მასშტაბითა. ხო და იმან დამიბარა ჩამოდიო რაღაც საქმეები გვაქვსო და თუ იმდომე ჩავედი, მანახ მაჩვენა საქმეები და დავიწყე მასთან მუშაობა 2007-დან 2013 წლამდე იქ ვიმუშავე. გავაკეთეთ დიდი გზა გააკეთა აფხოცოჩი. დიდი მანძილია ძალიან, 4 პალასიანი გზა გავაკეთეთ. სუბპოლონში მაგისტრესმა გააკეთა. მე ვიყავი გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე პაპრაიზვაცო. ეს სუფეხი დავდიოდი და დღე და ღამე მუშაობდით, მაგარი მუშაობა იყო და მაგარი საქმეებზე გავაკეთეთ. ეს რომ მოვჭით სოჩაში, მე ჩამოვედი აქა, სახში უნდა წასულიყავი და მეგობარი ყავს კურსკოში. ვიქტორა ხადელაშვილი. ამითხრა რომ წამოდიო და გზები არა რაღაცებო, იქნება რაღაც გვეშველოსო გზები დაიწყო მუშაობა გააკეთა. და ერთად რომ სიმართლე გითხრათ, ერთად ავდექით აქ საგზაო პატარა სამართლებრივი. თქვენი ვიქტორი რა იყო თქვენი მეგობარი პატარა და ახალგაზრდებიდან მეგობარი. ჩვენი მეუღლებიც დაქალები არიან, სკოლა დაამთავრეს ერთად და პირველ კლასიდან დაქალებია. დაგვიკავშირე მე ჩვენ მეგობრები ვიყავით, ისე მოხდა რომ უცაი დები ეგრე
მეუღლები არიან ჩვენი თავის ორი და ორი ძმამა შეერთოს რა მეორე გავაგრძელენ ემად გააგრძელეს კიდევაც ჩვენი შვილებმა ეხლაც ძალიან ახლო არიან კავშირი აქვს ჩვენი შვილებს როგორც აი დები ეგერ არიან კოლიას ბავშვი და ჩემი ბავშვი დაწმან და კოლიას შვილებიცა დღეს ერთმანეთს ვნახა მე უტირით ხომ დავაცილებ ისე მაგრამ უყვართ რა შვილებიც სიყვარული იქამდე მივიდა ბატონი ვიქტორის დამსახურებით დაიწყეთ ამ რეგიონში უკვე გზები. იმენა მაგის დამსახურება. ეხლა აი ცოტა ომისკენ გადაერთო ქვეყანა და არის შეკვეთები მაინც ტენდერები ამ სამუშაო ტენდერებს ატარებენ თავრობის ტენდერებში მივაქვს მონაწილეობას აღებულობთ და იქ ვაჭრობა მიდის რა ნაკლებ ფასამეკნის ისე არის რომ ფას დავაკლებთ ხოლმე მეტი გზა არ არის არა და სამუშაო არ იმექნება იმდენი. შედარებით და ეხლა იმ წელს უფრო ვიგრძენთ რომ ნაკლები სამუშაო აქამდე ერთი ყოველ წელი 10-14 გზას ვაკეთებდით. ვარაუდით, გამოდიოდა 1-30 კილომეტრი გზას ვაკეთებთ წელში, ერთ წელში. მე ჩემთან ეხლა რამდენი გამოდის ეხლა? ეხლა იმ წელს გავაკეთეთ რაღაც 15 კილომეტრამდე გზა გავაკეთეთ. და ეს ტექნიკა თქვენი არის? ტექნიკა მუშახელი და ადგილობრივი? კი, მუშახელი ადგილობრივი არის, ტექნიკას გავეცნობთ ჩვენ ნახავთ ეხლა, ხო? ტექნიკა ჩვენ ყავს გერმანული ტექნიკა ყავს. ძირითადი გვანახეთ ხო ამ ტექნიკას? კი, შეიძლება თუ დრო დაგვრჩათ, სურვილი გექნებათ ნახავთ. სადღაც 1-40 ერთეული ტექნიკა გვაქვს საკუთარი. ეს საკუთრებაშია? საკუთრებაშია ჩვენი და ზავოდი გვაქვს ასფალტის ქარხანა ჩვენი. თავის მასტერსკოიტი, თავის რემონტის სლუჟბა ყველაფერი, რაც შეეხება გზებს. ნუ ეხლა ვერ ვიტყვი რომ მართლა დიდი ფედერალური გზებზე იმას ვაკეთებ, დიდი მოცულობა, მაგრამ ჩვენი მასშტაბიდან რაც ძალები გვაქვს სამუშაოს ნახულობთ და მუშაობთ. ძალიან კარგია. ადრევე კარგია ხელფასები არ აუშავდა შედარებით როგორც ჩვენ რეგიონში. ეხლა სატრამოხო დარჩენილებს ჩვენ რეგიონში ყველაზე კაი ხელფასები ჩვენ გვაქვს ეხლა იმ საგზაოში. 50,000-მდეა ხელფასი, 50,069. რას ლაპარაკობ? 50,000 $5,000. ანუ მუშახელს $5,000. არა, 5,000 არ 50,500 ანუ გამოდის დოლარი. $500. $500. ხა მეგობრები რაღაც ნათესაობა საქართველოში რომ ჩვენ ძალიან გულით პირდ და დიდი ნოსტალგია გვაქვს საქართველოში და სულ მივესალმებით ეკლესიაში ვშავდივართ სანტიაგოს პრომონტენ პირველ სანტიაგოს ხატს ვეხვეწები რომ საქართველოს გაერთიანება საქართველოს ისე საქართველოს დაბრუნებაზე გიფიქრიათ ბატონო მე მიფიქრე კიდე დიდ სურვილი მაქვს წასვლა და შვილების გულით ვერ მივიდე იმიტომ რომ გაუჭირდებათ ქართული წერა-კითხვა არ იციან და ანუ თან ადაპტირებულები არიან უკვე აქ მუშაობენ აქ მუშაობენ მე რაღაცა და მაგის გულით არ მინდა ახლა მე კიდე შემოვიდ გულებით და ისე ყოველ წელი პაჩტი გადავდიო ნაცობა მამის ხრივა სული ხანყავს ნაცობა რაიონი კასპის რაიონში ლენინგორის რაიონი იქიდან თბილისში ბევრნაცა დუშეთში ბლომათა ყავს ნაცეი მამაჩემ ხრივა სულ იქიდან არიან იქ არის გასაგები თქვენ საგზაოს გარდა ფერმერულ მეურნეობასაც ეწევთ მარტო მე ერთ მარტო გზის დანიშნულებით მივიდივარ და გზებს ფერმერები არა მოდი ახლა გადავინაცვლოთ თქვენს კომპანიაში და იქ უკვე გავაცნოთ მაყურებელს თქვენი ისა. კი ბატონო. ეს არის თქვენი საწარმო, როგორც მე ვეტყვი ბატონო ალექსანდრე, აი აქ თქვენ აკეთებთ, აი აწარმოებთ თქვენ ამ ასვას, ხო? რო გითხრა, აგვიხსენით, აი რაღაც ცირე ექსკურსი რო ჩაგვიტაროთ. ასვალდე მასალა გვაქვს მოტანილი მასალა, სამი რაოდენობა. ქვიშა გვაქვს აქ სკლადებზე გვაქვს შემოტანილი მასალა, ასფალტის მასალა. აქ ზავოდია, ქარხანაა ასფალტის ზავოდი, აქ იხარშება ასფალტი და აქედან გადის ობიექტებზე ასფალტი, ჩვენი მანქანებით. ანუ მასალა აქ არის მოტანილი. მასალა აქედან კეთდება. კი, აქ აკეთდება ასფალტი და აქედან მიდის. აჰა. ეს ინერტული მასალა არის, ხო? ამის გამზადდება ეს. კი, აქედან მასალა ყიდულობთ შემოგვაქვს ბიტუმი, ინერტული მასალა. და ზავოდი ჩვენი ზავოდი ამუშავებს ასფალტს ვაკეთებთ და აქედან მიგაქვთ მერე ვინც კუშკი ობლასტში ხო? კი, რაიონში. კუშკი რაიონში შეგაქვთ აქედან. კუშკი რაიონში შეგაქვთ და მერე აქედან უკვე ნაწილდება ამ მანქანებზე რომელსაც ვნახავთ ახლა. და ესეთი მარტო ესეთი ერთი საწარმო გაქვთ თუ კიდე არის რა? არა, ერთია და საკმარია ერთი საწარმო არის. აჰა. ყოფნის ეს პრინციპში ამის მონტაჟი ხდება, ხო? ეს თუ გინათ გადატანა, ამას გადაიტანთ, ხო, ამ საწარმოს. აი ესე იშლება, ხო? იშლება ხოლო თუ ისე არ არის ესეთი მობილური არ არის. ეს სტაციონარულია, არ გადაგვაქვს. არც არის საჭირო აქ სადაც 170 კილომეტრია ყველაზე დიდი მანძილი. ეს რუსული არის თუ რამე უცხოური? რუსულია. კი, რუსული. რუსულია, ო. გასაგებია. რუსული არის ქარხანა. და რამდენი კაცი ყავთ დასაქმებული თვითონ აი ამ საწარმოში?
აქ საწარმოში 40-მდე არის ადამიანი, 40 მუშაა ხელი. მუშები, ეს მეხანიზატორები, შოფრები, ხელის მუშები. თვითონ გზის დაგების დროს რამდენი ადამიანი 40 კაცი მუშაობს? არა, გზის დაგების ბრიგადა არის 5-6 კაცი. ემსახურება ასფალტოგრაფიას. აი ეს ხა ბოტანილი რო გაქვთ, აი ეს რა არის ძველი ეს ასფალტი? ძველი ასფალტი ავიღეთ თო გზებიდან რო ვიღეთ ძველი ასფალტსა მოვაგდა მე დაუმუშავეთ და მაგას აბოჩინებზე იმაზე დავყრეთ და მე აი ეს ლატკებზე აკეთებთ ხო? არა ლატკებზე არა აბოჩინებზე დავყრეთ და აბოჩინა რა არის? აბოჩინა გზის ენაპირები გზის ნაპირები გზის ნაპირები იქ დავყრეთ და მე კატოკი დააკატა იმ ხოლმე და იმაში ვიყენებთ გასაგებია ეს თლიანად თქვენი საკუთრებაშია ეს ეზო ხო? და ეს არის აღებული თქვენი ეს ზაპრავკაა ჩვენი აქ საწვავები აქ მოვიტყიდულობთ ჩვენ ტექნიკას ვაზაპრავკენ ადგილზე გასაგებია ეს რამდენი ხანია რაც აქ აი აქ დამკვიდრებული ხარ თქვენ აი ამ ადგილას თითქმის 20 წელია 2006 წლიდან ვარ ეს 2006 და ეს შენობები იყო თუ თქვენ ააშენეთ არა იყო ეს შენობები დანგრეულები იყო და შავარემონტი რეაბილიტაცია გავუკეთ და საგზაო იყო აქ თავის დროს საგზაო იყო სოფლის მეურნეობის იმებს კოლმეურნეობის იმებს ემსახურებოდნენ ანუ თქვენ შეისყიდეთ და მე გაარემონტეთ კი შავისყიდეთ და გავარემონტეთ ტექნიკა პაჩერათელი არის აქ იყო 1-3-4 ერთეული დარჩენილი ძველი ტექნიკა კი განან ისინი არც ახმაროთ უკვე ხელმარცხნივ ეს ძველი ტექნიკა აი ეს ახალი ტექნიკა ვაჩვენოთ აი ამ მანქანებით მიგაქვთ ასფალტი ხო კი ეს მანქანები ვაგე ჩვენი მანქანებია კამაზები შახმანები აქ კიდევ მიწის ათხელი ტექნიკა დგას საგე ეს ბაგურშიკები ესკავატორები ნავეში ეს ექსკალატორები ამითი კი ემეთ მიწის სამუშაოს აწარმოებენ ეს ორი ესკალატორია ბაგურშიკები ყავს 3 ბაგურშიკი და დანარჩენი ტექნიკა აქ დგასა და ასფალტო უკლად ეს რამდენი ერთეული არის მანქანა 10 მანქანა ის რაღაც შესაღლი ხორიკლია არა ის ბოდიშ და ეს მანქანა რომელიც აი ახლა ეს ორი მანქანა რო არის ლურჯი ეს რუსულია თუ შახმანებია კი და ჩინურია ჩინურები არის ხო ეს ჩვენთანაც ხმარობენ კი ჩინურები ესენია რუსულები აი კამაზები და გერმანული ტექნიკა ასფალტ დასაგებად და იქ ანგარი გვაქვს დიდი ანგარია და იქ შავაყენით იმიტომ რომ სეზონი დამთავრდა იქ არის ტექნიკა კატოკები ასფალტ უკვლაჩკი ეს საკუთრებაში ყავთ ხო ეს ავტომობილები ეგენ აქ რაც არის საკუთრებაში აი ეს გზის დავგები მანქანა უკვე ხო ძველი ეს რეზერვში მიყენია ეს და ახლები საით ახალი იქ არის მასტესკოიში აყენია ბოქსებში ყავთ არემ ეს ძველი ეს პაგურში კი ახალი ეს ესკავატორიც ახალია იტალიური ეს და ის თვითონ იმას ვერ გადავიღებთ იმ კი ტექნიკას იქ არის ანგარიში შეიძლება რომ შევიდეთ როგორ არა აი ეს მანქანები არის ესე იგი ეს მანქანები არის ისინი რომ მასალა მოსატანად მასალა და გზასაც აქ იმაშვებით ხო გზასაც კი ეს დიდი ტრაილერები ყოლიათ აქ რაი ხო არის ის ტექნიკის გადასაზიდიც აყავს ახლა ხაზია მუშაობს ისე ტექნიკა რომელსაც გადაყავს რუსი სადღაც წავიდი ეს რა შენობა ეს კანტორია ჩვენი ოფისი აქ შავარემონტი აქ არის თქვენი ადმინისტრაციული შენა აქ ახართ გალაგებული ხო ხო აი მართლა მიხარია რომ ქართველი კაცი ასე ძლიერად არის ფეხმოკიდებულია და თან ერთმანეთს რო ეხმარებით აი ყველაზე უფრო იცი რა მიხარია თქვენ აქ მოხდით ბატონი ვიქტორმა მიგიწვიათ რომ აქ ჩამოსულიყავით და დაგეხმარათ მე როგორც ვიცი ჩამოდი ვიქნებ გზები ამერკა და ისე მაიხდა მართლა დამკვიდრის მერე აქა და ისე დემთხრა მართლა რომ გზების შენობა დაიწყეს ფული გამოყვეს და მთელი გზები პაჩი ჩვენ მოგვიწია გასაგებია სადაც 1.70 გზა გავაკეთეთ ეს 10 წლის განმავლობაში ეს აქ არის ხო ის მასტერსკოი აქ სარემონტო მასტერსკოი აქ არა ის მანქანა აქ მანქანები იქ დგანან ზის დასაგები კი ახლა დავაღებ ზის დასაგები აი იქ არიან აი ეს არის ეს ზამთრის ისა მარილს ვაღრით გზაზე როცა თოვლი მოდის წმენდა თოვსა გზებიდან და მარილს ვაღრით კედენი ქვია კომბინირონი და გავჩეკვეთები ამიცით ხო კი რა ისამე გოგ დაგავალი გოგ აკეთებული ადმინისტრაცია ეს კიდე კორეული მანქანა ესაც სამასველი რემონტზე აყენია აი ეს არის სასათაგვლად ასფალტი დამგები აი მიდის პროცესი მუშაობის ხო მამზადეთ ახლა სეზონი თუ მემზადებით რემონტებს ვაკეთებთ ახლა რომ სამუშაოები დაგვიმთავრდა სეზონი დამთავრდა ეს არის გზის დამგები ხო ეს არის გზის დამგები კი გასაგებია ძალიან კარგი თბილი ბოქსი აქვს თბილად
მუშები მუშაობენ, სვარში გიყავს. ტოკარი ჩვენი, ყველაფერი ჩვენი ის არის. ძალიან მშვენია და აქ არის მანქანები, ხო ეს? აქ არის კატოკები არიან, აქ ასფალტის ისა დამტკეპელი რომელიც არის. ეს არის გრუნტოვი კატოკი ეს. აჰა. მიწის იმასა და ბალას აკატაემს ეს არის ძიმე კატოკი 25 ტონიანია. ესენი კიდევ ასფალტის კატოკებია, ეს სამი ცალი. ის ჩინურია, ორი არის გერმანული ესენი მომაგრე. ის არის ჩინური, იქით რო დგას. აჰა, ეს ვანახოთ აბა ეს. ეს ინგლისური ეს. აჰა. ეს არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე დიდი კატოკი. მაგრამ მე როგორც ვიცი დაიწყეს რუსებმა ასეთი წარმოება უკვე, ხო? რა. და თქვენ ახლა აი მე ვიქტორმაც მითხრა, იქ ვიჯექი მე იმ ამერიკულ იმაზე ვიჯექი მანქანაზე და მითხრა რომ მაშინ არ უშვებდნენო რუსები და ეხლა დაიწყეს გამოშვებაო და ეხლა ამების გამოშვებაც დაიწყეს უკვე, ხო? იმასაც ისენია რა, ნაყიდია იმენა ისალღარეთი შემოტანილი. ეხლა ცოტა რომ გაჭირდა სიტუაცია, ჩვენემაც დაიწყეს уже. ანუ აწირა ამათ ასეთს უკვე რუსულს იყიდით თქვენ რომ დაგჭირდებათ, ხო? კი, ან რუსული ან ჩინური ხშირად მოდის. ემბლემა საბჭოთა კავშირი არსებობდა მაშინ საგზაო სამართლებისას უყოლა ეს ემბლემა ყოდა ეს ქართული ის არის და რას ნიშნავს? სუმოკო. არა ეს ჩვენი ის არის, ეს ემბლემა თავად ეს გზა. ნახაზი ეს შავი ნარჩუნე და ეს წავაწერე общеограниченная ответственность дорожно механизированная колонна. თვითონ ეს ქართული ემბლემა. ასეთ ემბლემა ეს რო დაინახოთ საქართველოში სოსო მაგარახიძე როინა იქ ჩემი მოგობრების როინი. აჰა. უჩაური რო დაინახამენ ეს ემონებად შავი ნარჩუნეთ რუსეთში გვაქვს ეს ქართული ემბლემა. ავაგზელეთ საგზაოს ემბლემა ეს. ძალიან კაი. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ბატონო ალექსანდრე, ძალიან შთაბეჭდავი რაღაცა არის, იმიტომ რომ ქართველი კაცი ამ შუაგულ რუსეთში, კურსკი მხარეში, სტავროპოლში რო აი ეს ძლიერად დგას, ეს არის ჩვენთვის და ქართველებისთვისაც სააბაყო, იმიტომ რომ არ ვიცი, ევროპაში ხალხი დადის მე ყველა პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ დადიან მოხუცების მოვლენებად და არიან ხა კი 1-2 გამონაკლისი არის იმ ევროპაშიც რომ არის რაღაც წარმატებული ბიზნესმენები, ასეთი მასშტაბის, ასეთი მოცულობის ბიზნესები, როგორც რუსეთში ქართველობას აქვს, არც ევროპაში და არც ამერიკაში აქვს დანამდვილებით შეიძლება თქვა და წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ. კიდე გაფართოებული ყავით და მალე მოსკოვში დაგეგოთ გზა ცენტრალურ გამზირებას. საქართველოში მე ინტერესება ჩამოსვლა საქართველოში გვემუშაოს. კი ბატონო, საქართველოშიც და რუსეთის დიდ ქალაქებში და გახარებული ვზარდებოდეთ თქვენ სლავას ოჯახთან ერთად და გახარებული და წარმატებები ყოფილიყოს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მე ამით დაგემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებელს სტავროპოლის მხარის კურსკის რაიონიდან და მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ რომ ისეთი გახარებული მივდივარ აქიდან რომ აი ჩემს აბლად აღტაცებული ვარ, იმიტომ რომ ქართველები არიან ძალიან ისე ძლიერად, ძალიან მაგრად და მინდა რომ ყველგან თუ კი სადმე მე ყველა ქართველი რა თქმა უნდა საქართველოში მინდა იყოს, მაგრამ თუ საგვარელეთ იქნება ქართველები, ეს იქნება კარგი რომ აი ესეთი ძლიერი წელში გამართული ქართველობა ვნახო. და მე მგონი რომ თქვენთვისაც სასიამოვნო იყო ამ გადაცემის ყურება. კარგად მზადდებოდეთ, შევხვდებით მომავალ პარასკევს საღამოს 9 საათზე. კარგად მზადდებოდეთ.